ეგ არის. კიდევ ერთხელ გამარჯობა. ვინც ახლა შემოგვერთდით და მადლობა პირველ რიგში, რომ დღევანდელ საღამოს ჩვენთან ერთად ატარებთ. და ასევე გვიხარია, რომ საკმაოდ დიდი დაინტერესება არის ამ პროფესიის მიმართ და ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა ჩვენ შეხვედრაზე. მოკლედ გაგეცნობით, ედო ვარ მე, Smart Fish Academy აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ რამდენიმე სიტყვას 2019 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში პირველი ონლაინ დიზაინის აკადემია ვართ და ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრ პროფესიონალმა პროფესიონალმა ფეხი აიდგა ჩვენთან ერთად და მოკლედ მათი ისტორიების ასე დაკითხვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე, აქვე ჩავაგდებ ლინკს და მათი ნამუშევრების ნახვაც ასობით კურსდამთავრებულების პროექტები გვიდევს და შეგიძლიათ შეეხებათ. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ შეხვედრას, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კონცეპტ არტზე და ციფრულ ილუსტრაციაზე. ვისაუბრებთ ასევე ვინ არიან კონცეპტ არტისტები, რა სჭირდებათ ამ პროფესიის შესასწავლად, რა ტექნიკური წინაპირობა არსებობს, ან თუნდაც რა საბაზისო უნარჩვევები დაგჭირდებათ, სად მუშაობენ კონცეპტ არტისტები, რა ანაზღაურება არის, რა პროგრამებს სწავლობენ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს უკვე ზიზი მოგვიყვება, ჩვენი მომავალი ლექტორი და ზიზისაც გაგაცნობთ. ზიზი არის კონცეპტ არტისტი, ილუსტრატორი და მხატვარი 5 წლიანი გამოცდილებით და ასევე ზიზის პორტფოლიოს ნახვაც შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე და ამ ლინკსაც ჩატში ჩავაგდებ. ხო, სანამ დავიწყებთ ჩვენ შეხვედრას, გთხოვთ რომ ბოლომდე დაგვესწროთ. შეხვედრა იქნება ორნაწილიანი. პირველი ნაწილი ვისაუბრებთ თეორიული მხარე იქნება, ასე ვთქვათ, პრეზენტაცია გვექნება, სადაც კონცეპტ არტზე გავამახვილებთ ყურადღებას და მეორე ნაწილს გვექნება უკვე ტექნიკური რაღაცების შესწავლა. ასევე გვექნება დავალებად მათ შორის უკვე ლექციის შემდეგ გამოგეგზავნებათ მეილზე ამ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერიც და მათ შორის დავალების ბრიფიც. ვინც შეგვიწყვილებს დავალებას, კვირის ბოლომდე არის დედლაინი და ამას უფრო უკეთესად ჩავშლი, როგორ და სად უნდა გამოაგზავნოთ მოგვიანებით. კვირის ბოლომდე ვინც გამოაგზავნის დავალებას, ექნება ჩვენს კურსზე 30%-იანი თანადაფინანსება. კურსის შესახებაც გეტყვით მოკლედ, რომ ჩვენ სწავლას ვიწყებთ ზამთრის ნაკადზე 26 თებერვალს. ლექციებს ჩავატარებთ ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს. საღამოს 8-დან 10-მდე ონლაინ. ეს კურსი, ისევე როგორც ჩვენი სხვა კურსები, არის საპორტფოლიო კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ პროექტზე ვიმუშავებთ მთელი 15 ლექციის განმავლობაში და ბოლო უკვე მე-15 ლექციაზე სტუდენტებს როგორც წესი აქვთ გამოცდა, სადაც გვაბარებენ საკუთარ პროექტს. რა იქნება ეს პროექტი, როგორ იქნება და ასე შემდეგ, ისევ და ისევ თქვენი ლექტორი ზიზი გეტყვით დეტალურად. ხო, მანამდე კიდე ერთხელ გთხოვთ, რომ ბოლომდე დაგვესწროთ და ასევე თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ გზადაგზა, აქვე ჩატში შეგიძლიათ მოიწეროთ და ბოლოში გვექნება კითხვა-პასუხის ბლოგი, სადაც ვეცდებით, რომ ამომწურავად გიპასუხოთ ყველა თქვენ კითხვაზე. ასევე მერე უკვე შეგეძლებათ მიკროფონით ჩართოთ და ლაივ რეჟიმში გავისაუბროთ თუ რამე ან გაუგებარი იქნება, ან რამე დამატებით კითხვა გაგიჩნდებათ. ეს არის სულ რისი თქმაც მინდოდა. ზიზი მიკროფონი ჩაგვირთე, გაგვიზიარე ეკრანი და დავიწყოთ ჩვენ. გაგზავნეთ ერთი წუთი სკრინზე. აჰა, ჩანს ხო? კი. კარგი. გამარჯობა, მე ვარ ზიზი ნიშნიანიძე, კონცეპტ არტის კურსის მენტორი და დღეს გესაუბრებით ძალიან მოკლედ კონცეპტ არტზე, რა არის კონცეპტ არტი, პატარა ისტორიასაც მოგიყვებით მისი განვითარების, ჩემს კრეატიულ პროცესსაც განახებთ და ბოლოს რაღაცა გავივლით კიდეც რას ვისწავლით ამ კურსზე. ცოტა დეტალურად. კარგით. ცოტა რამ ჩემს შესახებ. მე ვარ კონცეპტ არტისტი, ილუსტრატორი, მაგრამ თავიდან მოღვაწეობა მაქვს დაწყებული კომუნიკაციის დიზაინში, განათლებაც მაგაში მაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზენტაციებს რო გააკეთებ, მაგაზეც ძალიან კარგად მოგეხმარებით, იმიტომ რომ გრაფიკული დიზაინერის ვარ. მაგრამ ყოველთვის მინდოდა ილუსტრაციაზე მემუშავა, მერე გავიგე, რომ რაღაცა ისეთი რაღაც არსებობს, რაც არის კონცეპტ არტი და ოკეი, ეს მინდა მეთქი და მაგიტო გადავწყვიტე რომ ამაში მემუშავა და ნელ-ნელა ავკრიფე პროექტებიც. ძირითადად
ძირითადად მუშაობ ფრილანსზე, საკმაოდ ისეთი კარგი კლიენტები ყოლია, ფავორიტი კლიენტები მიწერია აქ. და ასევე მაქვს გავლილი ვიზუალური განვითარების კურსი, ამიტომ მაგაშიც შემიძლია წაგეხმაროთ. მოდი, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს ჩემ თავზე, აგერ აქ არის ეს პრეზენტაცია რომ გამოგეგზავნებათ, აქ არის ჩემი პორტფოლიოს ლინკები. შეგიძლიათ ვნახოთ, დამათვალიეროთ, რა ვიცი, თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ რამე კითხვებიც თუ გექნებათ. კარგი. მოდი გადავიდეთ თავარზე. და მაინც, რა არის კონცეპტ არტი? იმიტომ რომ რო დავგუგლოთ კონცეპტ არტი, დავგუგლე სხვა შორის და მაინტერესა და პირველი რაც ამომიგდო იყო კონცეპტუალური ხელოვნება, რაც არის საერთოდ სხვა რაღაცა, არის ვიზუალური ხელოვნების fine arts-ის საერთოდ სხვა განხრა, გამოგიგდეთ Marcel Duchamp-ს და მოდი არ დაიბნეთ. ეგ არ არის კონცეპტ არტი. ასევე ძალიან ბევრს ეშლება, ანუ ვერ ხვდებიან რა არის განსხვავება კონცეპტ არტსა და ციფრულ, ზოგადად ციფრულ ხატვას შორის. აქ ძალიან მარტივად რო დავიმახსოვროთ, თითქმის ყველა კონცეპტ არტისტი არის მხატვარი, თუმცა ყველა მხატვარი არ არის კონცეპტ არტისტი, იმიტომ რომ კონცეპტ არტს ჭირდება სხვა დანარჩენი სკილები. კარგი, ეს რაც არ არის კონცეპტ არტი. ეხლა რა არის? ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, რასაც ხედავთ ნებისმიერ ანიმაციაში, ვიდეო თამაშში, კომიქსში, ფილმში, ყველაფერი ეს დაიწყო კონცეპტ არტით. ეს არის, რასაც ვაკეთებთ, სანამ უშუალოდ მოქმედება დაიწყება. რაზე მაქვს აქ ლაპარაკი? ზოგადად entertainment ინდუსტრიაში იქნება ეს რაღაც. თუნდაც სერიალი, ფილმი, ანიმაცია არ აქვს მნიშვნელობა. გვაქვს, ასე ვთქვათ, სამი ეტაპი. არის pre-production-ი, production-ი და post-production-ი. Post-production-ს თავი დავანებოთ, ჩვენ ვეხებით მთლიანად pre-productions. Pre-production-ი ნიშნავს იმას, რომ სანამ ანიმატორებს მოვიყვანთ და დაიწყებენ ისინი მოქმედების ხატვას, სანამ მოვიყვანთ გამხმოვანებლებს და გაახმოვანებენ ამ ყველაფერს, ანიმაციაზე როცა მუშაობთ, მაგალითად, კონცეპტ არტისტი ჯდება და ყველაფერ ამ მასალას ამზადებს ამ production-ისთვის. ეს იქნება პერსონაჟები, გარემო, დეტალები, პროფები, ხანდახან ილუსტრაციებიც, სხვადასხვა ისინი საცდელი ფრეიმები და ასე შემდეგ. ეხლა, ზოგადად ეხლა აქვს ძალიან დიდად ფეხმოგიდებული, ანუ არაფერი არ ხდება კონცეპტ არტის გარეშე, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. და მაინც ესე მოდი ვიკითხოთ, ვინ იყო პირველი კონცეპტ არტისტი. როდესაც ვამბობ პირველი კონცეპტ არტისტი, მე ვამბობ ვის ჰქონდა ეს, ანუ პროფესია კონცეპტ არტისტი, ვის ჰქონდა პირველად, ხო? ვის დაერქვა. ეს არის ბევრი ცნობით ალბერტ ჰორტერი. ალბერტ ჰორტერი მუშაობდა Walt Disney სტუდიაში. მანამდე, სანამ ის იქნებოდა, ყავდა პროტო კონცეპტ არტისტები, რომლებსაც ახლა ეძახით და მაშინ პრინციპში ეძახდნენ inspirational sketch artist-ი ერქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აი ვაიბი რაც არის ანიმაციის, მაგას ხატავდნენ ვიღაცა მოყავდათ, ხატვარი ძირითადად არანაირი სპეციალიზებული განათლების მქონე არ იყო ეს ხატვარი, მოდიოდა და ხატავდა და აი რაღაცა ესეთი გავაკეთო რა, ეგრე ხდებოდა. მე აკეთებდნენ ძირითადად უკვე ანიმატორები აკეთებდნენ ხოლმე ანიმაციებს და ასე აკეთებოდა. ანუ ეს არის საუბარი გვაქვს 1930-იან წლებში. 30-იან წლებში Walt Disney გააკეთა ძალიან ისეთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თავის თიმში, ანიმატორების თიმში, სადაც იყვნენ ძირითადად 20-25 წლის ხალხი, დაიქირავა 48 წლის ალბერტ ჰორტერი, შვეიცარიელი ანიმატორი, რომელიც არც ისე კარგი იყო თავის საქმეში. მაგაზე ამბობენ, რომ დავიკითხოს საშინელი ანიმატორი იყო და უბრალოდ Walt Disney-ს მოწონდა მისი ნახატები, ანუ სხვა ანიმატორი და ესე სხვა სტუდიისგან მას დასვამდნენ, ალბათ რაღაც შავი სამუშაოს საკეთებლად, მაგრამ Walt Disney-ს მოეწონა როგორ ხატავდა. იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული იყო. ჩვენ ახლა კი ვართ მეჩვეული Disney-ის ამ სტილს, მაგრამ მაშინ ახლა აი ძველი ანიმაციები თუ გვაქვს მიკი მაუსის ნანახი საერთოდ სხვა სტილი იყო და ალბერტ ჰორტერი არის სხვათა შორის ის ადამიანი, რომელმაც აი ამას ეძახიან ამ სტილს ევროპულ ბუნებრიობას ეძახიან, ევროპულ ბუნებრივ სტილს, მაგან შემოიტანა ამერიკულ ანიმაციაში. პირველი რაც გააკეთა იყო Snow White and the Seven Dwarfs, ფირქია და შვიდი ჯუჯა.
მაგისთვის დახატა სხვადასხვა, ანუ აინახეთ ფრეიმები დახატა, ანუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კადრი, როგორ უნდა გამოიყურებოდნენ პერსონაჟები, გარემო როგორი უნდა იყოს და ასე, ანუ Walt Disney-მ ეს არ იყო უბრალოდ ეს inspirational sketch artist, იმიტომ რომ მთლიანი ის გააკეთა, ანუ ანიმატორებს გაუკეთა მთლიანი blueprint-ი, ხო, რა უნდა გაეკეთებინათ. მაგიტო შემოიტანეს ეგეთი ცნება, რაც არის კონცეპტ არტი. და მაქედან წამოვიდა, ასე რომ კონცეპტ არტი დაიწყო ანიმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტ არტისტები ძირითადად ეხლა რაღაცა ვიდეო თამაშებთან არის ასოცირებული. ხო, ადრეული კონცეპტ არტის მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ. ყველაზე ისეთი, აი, როდესაც ვლაპარაკობთ კლასიკურ კონცეპტ არტისტებზე, რაღაც ბუმბერაზე. ესენი არიან ძირითადად ხალხი, რომლებიც მუშაობენ ფილმებზე. განსაკუთრებით sci-fi და fantasy ფილმზე, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ ახლა რომანტიკულ კომედიას, რო იღებს რაღაც ცოტა ნორმალურ setting-ში, დღევანდელ setting-ში, ცოტა ის არის, ანუ ნაკლებად გჭირდება ვიღაცა, რომელიც კონცეფციას დაგიხატავს სხვადასხვა რაღაცების. მაგრამ როცა საქმე ეხება fantasy-ს და sci-fi-ს, მით უმეტეს ადრე როცა მინიატურებით კეთდებოდა, ანუ სპეცეფექტები და ისინი CGI არ არსებობდა და ამ ყველაფერს აკეთებდნენ მინიატურებით, განსაკუთრებით სჭირდებოდათ კონცეპტ არტისტები. მაგ პერიოდის კონცეპტ არტისტები მით უმეტეს ფილმში იყვნენ ძირითადად ხალხი, რომელიც უბრალოდ ფენტაზი მხატვრები იყვნენ და შემდეგ შეითავსეს ეს როლი. ყველაზე ისეთი ცნობილები და რაღაცა ეს წმინდა სამეული ვინც ყავს ამ იმაში არიან Ralph McQuarrie, რომელმაც შექმნა Star Wars-ის ვიზუალური იდენტობა, ანუ თუ არ არსებობს Ralph McQuarrie, არ არსებობს Star Wars-ი დღეს როგორი სახითაც გვაქვს. არ არსებობს არც Darth Vader-ი, არ არსებობენ Stormtrooper-ები, 3PO არ არსებობს, ანუ არაფერი ეგეთი არ არის. მაგან მოიგონა, მაგან დახატა და დღემდე აი ასეთი ეს არის, ანუ დღემდე ესე შევუყურებთ ყველანი მის ნამუშევრებს. მეორე ვინც მინდა გავიაროთ ჩემი დღემდე ერთ-ერთი საყვარელი არტისტი ვინც არის მოებიუსის ინსპირაციით დღემდე კეთდება ანიმაციები, ერთ-ერთი იყო თუ ნახეთ, არ ვიცი. რამდენიმე წლის წინ იყო Scavenger's Reign იყო გამოსული, რომელიც იყო მთლიანად მოებიუსის სტილის ინსპირაციით. მოებიუსი მოღვაწეობდა კომიქსებში და ილუსტრაციებს აკეთებდა, თუმცა ფილმებზეც აქვს ნამუშევრები, აი აქ ეს არის Dune-ის ერთ-ერთი კონცეპტ არტი, რომელიც მოებიუსმა გააკეთა ხოდოროვსკის ფილმისთვის, რომელიც ვერ გადაიღეს, ვერ შედგა, რაც არის ძალიან სევდიანი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ პერსონაჟების ასე ნახვა. ხო, შემდეგი მესამე ვინც არის და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ასევე არის Frank Frazetta. Frank Frazetta არის fantasy არტის როგორც ჟანრის ერთ-ერთი, არ ვიცი, ღმერთი რაღაცა სასწაული, რომელიც ასევე მუშაობდა ფილმებზე. ეს არის მაგალითად Battlestar Galactica-ს კონცეპტი, თუმცა სხვა სერიალებსა და ფილმებზეც აქვს ნამუშევრები ისეთ გავლენაზე, როგორც Star Wars-ია, თუმცა გაცილებით მეტზე აქვს მე მგონი ნამუშევრები. აი, თუ გაქვთ ნანახი ეს ძველი ისინი რო გვაქვს ილუსტრაციები რაღაცის დაკუნთული ქალების და კაცების და რაღაცა იმებზე, პლანეტებზე და რაღაც უცხო პლანეტელებთან ისე ძალიან გროტესკო, ესე იგი Frank Frazetta. ეს არის ფილმში, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ანიმაციაშიც ხრჩებოდა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ესე კონცეპტ არტზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად ამ სფეროებზე ვსაუბრობთ, არასოდეს არ ვსაუბრობთ ხოლმე კომიქსებზე, თუმცა აი პერსონაჟების დიზაინს რო შევხედოთ, ძალიან ბევრი iconic დიზაინი გაკეთდა სწორედ კომიქსების სფეროში. არის კომიქსებს თუ რამეს კითხულობთ ან რამეს უყურებთ, ახლა სტენლი თუ გაგიგიათ, ალბათ გაგიგიათ ჯეკ კერბიც. ჯეკ კერბიმ შექმნა ყველაზე ცნობილი რაც არის Fantastic Four-ის დიზაინები და მე მგონი კაპიტან ამერიკა და სხვა შორის ძალიან ბევრი გონია რომ შექმნა Spider-Man-ი, მაგრამ Spider-Man-ი არ შექმნა, Spider-Man შექმნა ასევე character design-ის ერთ-ერთმა გიგანტმა Steve Ditko. ასე რომ ეგენი მოდი არ დავივიწყოთ კომიქსებიც. თუმცა ყველაზე ისეთი რაც არის, ანუ ძალიან ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი განვითარება რაც იყო კონცეპტ არტში, ეს იყო 70-იან წლებში, როდესაც ეს პროფესია გადავიდა ვიდეო თამაშებში. რაღაც პერიოდში Atari-მ დაიწყო თამაშების შექმნა, მერე დაიწყო Nintendo-მ თამაშების შექმნა და ეს თამაშების ბუმი მოხდა რა. და
ეხლა სანამ გვაქვს 1-2 პიქსელი და რაღაცა იგენი დარბიან, ოკეი რა, შეგვიძლია რომ რაღაც დეველოპერები თავიანთი იმებს, ვიზუალებს. მაგრამ მე თუ არ ვწდები პირველი პროექტი, რომელსაც ქონდა, აი მართლა კონცეპტ არტი და რო დასხდნენ და ყავდათ ქარაქტერ დიზაინერები და რაღაცა იყო Donkey Kong-ი და მაგის მერე წავიდა და დღეს პროფესია კონცეპტ არტისტი არის მე რასაც ვუყურებ ძირითადად გეიმინგთან ასოცირებული. თუმცა ეხლა სხვა სფეროებშიც რა თქმა უნდა გვაქვს. დღეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვაქვს, ანუ მაშინ რო იყო რომ რალფ მოკვერი მოდიოდა და იმისთვის Star Wars-ისთვის ხატავდა და მაგას აკეთებდნენ, ყველაფერს თვითონ აკეთებდა, ეგრე აღარ არის. ეხლა უფრო streamlined production-ი გვაქვს მართლა და რაღაც დიდ production-ებს, როდესაც ეხება საქმე, მთელი თიმი მუშაობს კონცეპტ არტისტების, რომლებიც არიან ვიწრო სპეციალობების ან ჯენერალისტები, რომლებიც სხვადასხვა რაღაცაზე მუშაობენ. თუმცა ანუ ერთი ადამიანი რო რაღაცას აკეთებდეს, დიდ პროდაქშენში ძალიან იშვიათია. ხო. მე მინდა ახლა ზოგადად სპეციალობები, ანუ ძალიან ბევრი არის ახლა რო ჩავუღრმავდეთ და ჩავვიწროვდეთ ამ კონცეპტ არტში, არის ძალიან ბევრი რაღაცა, ანუ დიდ პროდაქშენზე თუ მუშაობთ, შეიძლება ხატავდეთ მხოლოდ კოსტიუმებს, ანუ რაღაცა ანიმაციისთვის, აი ამ პერსონაჟის კოსტიუმებს ხატავდეთ მარტო. ან რაღაცა ხატავდეთ მხოლოდ პერსონაჟის ემოციებს. ან იმას დატრიალებას აკეთებდეთ პერსონაჟის. თუმცა მეორე უკიდურესობა, ანუ სპექტრი, ეგ, ასე ვთქვათ, მეორე უკიდურესობა არის, მაგალითად, რო შევხედოთ ინდი კომპანიებს, ზოგ ინდი კომპანიას, ყველაზე ისეთი ცნობილი Hollow Knight თუ გაქვთ ნათამაშები, Hollow Knight-ი ვინც გააკეთა, მე მგონი სულ რაღაც 3 ადამიანი იყო და მაქედან მარტო ერთი ხატავდა. ასე რომ ძალიან დიდი სპექტრი არის, რამდენი ადამიანი რას აკეთებს. მაგიტო ეს კურსი არის უფრო ზოგადი კურსი, მაგრამ მოდი ჩვენ ეხლა, რასაც ხსნი, დავიჭიროთ სპექტრის შუაში და ცოტა ზოგადი დარგები გავიაროთ. პირველი რაც არის და ჩემი საყვარელი, იმიტომ რომ ძირითადად ვარ character არტისტი, ძალიან მიყვარს და ამაში დავიწყე მოღვაწეობა, თუმცა ბევრ რაღაცას ვაკეთებ ახლა მიძევს. ეს არის character concept art. Character concept art-ი არის რომ გახსოვდეს, როდესაც ეკრანზე ვხედავს პერსონაჟს, გახსოვდეს, რომ ამ პერსონაჟმა გაიარა უამრავი იტერაცია, დამუშავება და დიზაინერის ტანხა. სასიამოვნო განჯოა, თუმცა მოდი მაგან არ ზოგადად რა ხდება? პერსონაჟის დიზაინი არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, იმიტომ რომ ეგ პერსონაჟი მოძრაობს, მაგ პერსონაჟთან გვაქვს ინტერაქცია და ყველაზე მეტად ეგ ჩანს. ამიტომ არ შეიძლება რომ მაგალითად ვიღაცა იკითხავს, ხო? რომ აიო, რატო არ შეიძლება რომ მაგალითად ანიმაციას ვაკეთებ? ანიმატორმა ადგეს და უბრალოდ დახატოს ეს პერსონაჟი. რაში გვჭირდება character concept artist-ი. Character concept artist-ი ან character designer-ი გვჭირდება production-ზე მუშაობს, თუნდაც ანიმაციაზე ძალიან ბევრი ანიმატორი და ამ ძალიან ბევრმა ანიმატორმა ისე უნდა ქონდეთ ეს ყველაფერი, რომ ამ ძალიან ბევრმა ანიმატორმა ერთნაირად დახატოს ეს პერსონაჟი. შენ თუ რაღაცა ერთი პერსონაჟი ყავს, რომელიც ყოველ იმაში ფრეიმში, ანუ ყველა კადრში არის სხვადასხვა სიმაღლის, ფერის, ფორმის, ანუ გეკარგება ყველაფერი, ანუ იმერსია გეკარგება მთლიანად და მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვარდები. ამიტომ გვაქვს პროფესია character artist-ი, რომელიც გიხატავს ამ პერსონაჟს, ძალიან ხშირად აკეთებს ასევე character sheet-ს. Character sheet-ი არის დეტალები, ანუ სხვადასხვა დეტალები, მაგალითად, აი, აქ რო შევხედოთ, როგორ სხვადასხვა მხრიდან პერსონაჟი, მისი დეტალები, მისი ისინი, სხვადასხვა მაგალითად კოსტიუმები, ემოციები, სახე, ეგეთი რაღაცები და ზოგადად, რასაც არ ვხედავთ ხოლმე, ანუ მაგალითად ეკრანზე რო ვხედავთ Arkane-ს, რო ვუყურებთ და ვხედავთ Victor-ს, ჩვენ არ ვიცით რამდენი შრომა აქვს გამოვლილი ამ Victor-ს, ანუ რამდენი ვერსია დაიხატა. მაგიტო ძალიან მინდა რომ მე აქედან რო წახვალთ, ნახოთ თქვენი საყვარელი production-ებზე არტისტები ვინ მუშაობენ და შეხედოთ მათ პორტფოლიოებს, იმიტომ რომ ჩანს ხოლმე რამდენი ვერსია და რამდენი შრომა აქვს გამოვლილი character designer. მაგალითად ძალიან ისეთი პერსონალური მაგალითი რომ მოვიყვანო, ერთი რეკლამისთვის, სადაც 5 წამით ჩანდა ერთი თევზი, მაგ თევზის 39 ვერსია მაქვს დახატული.
ამიტომ დიზაინერის ტანჯვა მართალია, თუმცა ძალიან სასიამოვნო ტანჯვა ამებირა და ძალიან მეყვარს. ხო, ზოგადად არის ძალიან ფართო სფერო, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი მედიუმი, ანუ გვაქვს 3D ანიმაცია, 2D ანიმაცია, 2D თამაში, 3D თამაში, კომიქსი, წიგნი, ყველაფრისთვის, ამ ყველაფერში გვჭირდება ყოველთვის character concept artist-ი. და არის, რა ვიცი, თუ გაყვებით, ძალიან კარგი პროფესიაა. აგერ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია სხვადასხვა ისინი, ანუ ანიმაციებში და იმეებში, რამხელა ვარიაცია გვხვდება პერსონაჟებს. ეხლა მინდა პატარა ესეთი character design-ი შვილობილი არის, უბრალოდ ბევრი ყურადღება არ ექცევა ხოლმე და ძალიან სახალისო ტიპი არის და მინდა რომ ცოტა ყურადღება მივაქციო და ვინმე თუ გააკეთებს ისეთ იმას პროექტს, სადაც creature design-ი დაგჭირდება, ძალიან გამიხარდება. ეს არის creature design-ი რა არის? ანუ ზებუნებრივი უცხოპლანეტელი და სხვა გამოგონილი არსებების დიზაინი, ანუ რაღაცა არ ვხატავ კურდღელს, ვხატავ რაღაც უცხოპლანეტელ კურდღელს, რომელსაც აქვს, არ ვიცი, რქები. ეგეთი რაღაცები ძალიან სახალისო არის, მით უმეტეს აქ გამოიკვეთება ყველაზე აშკარად ზოგადად კონცეპტ არტის ყველაზე სახალისო ასპექტი ის, რომ ვიღებთ უკვე არსებულ რაღაცებს, ვაკომბინირებთ და ახალ რაღაცას ვიღებთ. ყველაზე აშკარად ეგ ჩანს creature design-ში, იმიტომ რომ რაღაცა ეს ორიგინალური ბოლომდე არ არის, ანუ რაღაცებისგან მოდის, მაგალითად აი ამას აქ რაღაც ეს მობალახო დიზაინი, ხო? რაღაც იმიდან, ბუნებიდან გამომდინარე გვაქვს. თუნდაც ის აი Alien-ი თუ გქონათ, აი ერთ-ერთი საუკეთესო creature design-ია, რაც გვაქვს. Aliens მაგალითად ეს ორი ყბარო აქვს, რაღაც პირშუაღებს და მეორე ის რო გამოდის, ეგ არ არის მაგალითად ორიგინალური დიზაინი, ეს არის ქარიყლაპიებზე დაკვირვებით შექმნილი დიზაინი. მაგიტომ არის ვინმე თუ გააკეთებთ creature design-ს თქვენს პროექტში ძალიან გამიხარდება. აი, ეხლა სხვა იმაზე გადავიდეთ, საერთოდ სხვა ჟანრში წავიდეთ და გადავიდეთ პერსპექტივაში ხატვის მოყვარულების საყვარელ პროფესიაზე. Das არის environment concept art. Environment concept art ასევე არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, იმიტომ რომ კი ბატონო, თუ გვაქვს ძალიან კარგი პერსონაჟი და არ გვაქვს გარემო, თეთრ სივრცეში ვერ მომოძრავებ ამ პერსონაჟს. ამიტომ გვჭირდება environment concept artist-ი, რომელიც ამ პერსონაჟს შეუქმნის გარემოს. არასოდეს არ შეგვეშალოს, აქვე ვიტყვი პატარა disclaimer-ს, არ შეგვეშალოს ეს ფონის მხატვრობაში. გარემოს კონცეპტ არტისტი ქმნის ზოგად გარემოს, ანუ ეგ რომ იცოდეთ, ზოგად გარემოს, აი სახლი არის, ოკეი, აი ეს სახლი დახატა, აი ეს რაღაც ვერსიები გაუკეთა, ოკეი. ამის შემდეგ ფონის მხატვარი ამ ყველაფერს სხვადასხვა, ანუ როდესაც უკვე storyboard-ი იქნება, როდესაც უკვე animatic-ი იქნება და production-ში ვიქნებით, ამ ყველაფერს დახატავს სხვადასხვა კუთხიდან. მაგიტო ხშირად გარემოს კონცეპტ არტისტები, როდესაც საქმე ეხება ინტერიერს, რუკებსაც უკეთებენ ხოლმე. თუმცა არ არის აუცილებელი. ზოგჯერ გვჭირდება უბრალოდ. ესეც არის საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესია. შეგიძლიათ წახვიდეთ მხოლოდ ფენტეზიში, შეგიძლიათ sci-fi-ში, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ბუნებრივი ის გააკეთოთ. ხოთშორის მე რასაც ვუყურებ, ძალიან რთულია ხოლმე რომ რაღაცა ეს ბუნებრივი ინტერიერი უფრო მივიღოთ, ვიდრე მაგალითად რაღაც sci-fi landscape-ი რა. ძალიან ისეთი მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, იმიტომ რომ გარემო გვიქმნის ძირითადად ატმოსფეროს, რაშიც ხდება მოქმედება ჩვენს ისტორიაში, იქნება ეს თამაში თუ ანიმაცია. შემდეგი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი არტისტები არიან, prop დიზაინერები. და ესე მოკლედ რომ ავხსნათ, ანუ თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ აი ამ თამაშს რომ ვთამაშობ, სადაც თოფი ვისვრი, ეს თოფი ვინ გააკეთა? ეგ გააკეთა prop artist-მა. Prop დიზაინი არის უფრო საინტერესო ფენომენი, იმიტომ რომ ზოგი არის ამ სფეროში ძალიან სპეციალიზებული, მაგალითად, ზოგი არის რომ მხოლოდ იარაღებს ხატავს, ზოგი არის რომ მხოლოდ მანქანებს ხატავს და იმის გამო რომ ამ ყველაფერს უნდა ძალიან დიდი ყურადღება დიზაინში, ყველას ეს არ შეუძლია. მეც ეხლა გამიკეთებია prop დიზაინი, თუმცა ეხლა რომ მითხრათ რომ რაღაც custom ის გააკეთეთო, უცხოპლანეტელი მანქანა გააკეთეო, ალბათ დიდი research-ის გარეშე, დიდი კვლევების თემის გარეშე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მაგალითად მე არ ვიცი მანქანა როგორ მუშაობს. მოიცოდე მანქანა როგორ მუშაობს, რომ დახატო მანქანა. მაგ მხრივ.
თუმცა ახლა prop design-მა არ შეგაშინოთ, შეიძლება ეს იყოს რაღაც უბრალო ჭურჭელი, რაღაც ფენტეზიში თუ არ რაღაცა ჯადოქრის ისინი, პოუშენები, შეიძლება კულინარიული მას თუ ვაკეთებთ რაღაცა სამზარეულოს იარაღები, კერძები, მაგალითად რაღაცა მაგიური ამულეტი გვაქვს, ეგეც prop designer-ის საქმეა. ასე რომ არ შეგვეშინდეს არ არის აუცილებელი მანქანები და იარაღები ვხატოთ. თუმცა თუ ხატავთ ძალიან მაგარია. არიან არტისტები, რომლებიც რაღაცა მაგალითად მარტო თვითმფრინავად ხატავენ, ძალიან მაგარი ხალხია. კარგი, ეს არის პატარა ისინი, ანუ სხვადასხვა ესეთი base დარგები და აქ ისმევა ეგეთი კითხვა, ანუ კონცეპტში შედის ილუსტრაციაც, იმიტომ რომ ზოგი გეტყვის რომ არა, რომ გეტყვის კი. ცოტა ის არის რახან არც ისე ძველი სფეროა, ცოტა ისე ვართ ხოლმე რა, გაჭედილები ვართ მაგ ამბავში. მაგრამ რა განსხვავება არის ზოგადად ეხლა რაც ჩამოვთვალე მაგ დარგებსა და ილუსტრაციას შორის. ჩვენ, როდესაც ვუყურებთ რაღაცას, ანუ აი მომხმარებელი როცა ვართ ამ ყველაფრის, ჩვენ ვხედავთ უკვე დასრულებულ პროდუქტს, ანუ პერსონაჟი უკვე ანიმირებულია, ჩვენ ვერ ვხედავთ რამხელა, ანუ რაღაც შეიძლება 30 ის არის მაგის უკან რაღაც 30 ქარაქტერი იყო დახატული, ვერ ვხედავთ, გარემოს ვერ ვხედავთ, რომ რაღაც შეიძლება 900 სხვადასხვა სტილი გააკეთეს, მაგალითად გარემოსი და ის ერთი არჩეს, მაგრამ ილუსტრატორის შრომას ვხედავთ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ძირითადად გამოიყენება ხოლმე promotional მასალებში. ძირითადად ამ ილუსტრაციას ვიყენებთ იმისთვის, რომ თავიდან ეს გავიგოთ, როგორი ვაიბი გვინდა რა, ანუ აი რა გვინდა ეს, მაგალითად ყავს აი სასახლე და დრაკონი და აი სასახლეზე და დრაკონზე როგორი რაღაცა აი როგორი ატმოსფერო შეიძლება შევქმნათ რა, მაგისთვის ვაკეთებთ ხოლმე ილუსტრაციებს თავიდან. იმისთვის ვაკეთებთ ასევე, რომ რაღაც შუაგზაში მე მაგალითად ვაკეთებ ხოლმე, რომ უბრალოდ შევიგრძნო, აბა როგორ ურთიერთობენ ჩემი პერსონაჟები ერთმანეთთან და გარემოსთან. იმიტომ რომ შეიძლება ჩავსვა და გარემოს სხვაგან არის, პერსონაჟი სხვაგან არის, მეორე პერსონაჟი სხვაგან არის, ასეთი შემთხვევები არაერთხელ მქონია, მაგიტომ ვაკეთებთ ხოლმე ილუსტრაციას, სადაც ეს ყველაფერი ერთად არის. ანიმაციაში ასევე ვაკეთებთ style frame-ებს, style frame-ი არის იგივე რაღაცა, ოღონდ აი წარმოიდგინეთ, რო დახატოთ, აი ანიმაცია ასეთი იქნება და გაშეშებული კადრი რო დახატოთ რა. ერთი კადრი გაშეშებული, ესეც ილუსტრაცია არის პრინციპში. ესენი ხატება ხოლმე, ანუ მაგისთვის, უტილიტარიანულად რო შევხედოთ, მაგისთვის არის, თუმცა ასევე არის ძალიან კარგი შესაფუთი ქაღალდი, იმისთვის, რომ მაგალითად სპონსორები მოვიზიდოთ, რომ აი ნახე, ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. იმისთვის, რომ კლიენტს ვანახოთ, იმისთვის, რომ იმიტომ პროდუქტი დიდხანს გრძელდება, რაღაცა გჭირდება. ასევე გამოიყენება ხოლმე უკვე რო გამოვა პროდუქტი, მაგის დასარეკლამებლად, იმიტომ რომ ხალხს ძალიან უყვარს ლამაზად შეფუთული რაღაცები. მარკეტინგულად ყველაზე ლამაზად იფუთება ილუსტრაცია. ამას თუ დავუმატებთ კიდევ რომ ცოტა გრაფიკული დიზაინი თუ ვიცით და პოსტერსაც გავაკეთებთ, იმიტომ რომ გავაკეთებთ, იქნება ძალიან კარგი. ეს არის, ხო, აქვე მინდა ერთი პატარა რაღაცა ვთქვა, იმიტომ რომ აქამდეც მეც მქონია ეს კითხვა და ბევრს უკითხავს ჩემთვის, ზოგადად რა განსხვავება კონცეპტ არტსა და ვიზუალურ განვითარებას შორის, visual development-ი. ასეთი ცალსახა განსხვავება, როგორც ვიპოვე, იმიტომ რომ მართლა ვეძებე, არა გვაქვს. უბრალოდ რო ვიცოდეთ ამ სიტყვაზე რომ ავიღოთ, კონცეპტ არტი არის უფრო კონცეპტ არტს რო იმაშვებიან გულისხმობენ ძირითადად ახლანდელ დროში, გულისხმობენ ძირითადად ვიდეო თამაშებში, ვიზუალური განვითარება არის უფრო ანიმაციის ტიპი. აი, კონცეპტ არტი კიდევ უფრო ფართო არის, ბევრ რაღაცაში გამოიყენება. ვიზუალურ განვითარებას იყენებენ ცალსახად, როდესაც ანიმაციას ეხებიან. ძალიან გავს ეს ორი პროფესია ერთმანეთს, თუმცა ვიზუალური განვითარება გულისხმობს, რომ უფრო მეტ შავ სამუშაოს აკეთებ, თუნდაც აი ქერექტებს შითებით და იმითი გატრიალებები, turnaround-ი, მისთანები, ეგენი ყველა ვარიანტში მოიაზრება, რომ აკეთებ, როდესაც აკეთებ ვიზუალურ განვითარებას, თუმცა როდესაც კონცეპტ არტს აკეთებ, მან არ არის ვალდებულება, რომ ეგ გაგ ზოგან არის, ანუ უბრალოდ არ იგულისხმება, რომ სასახად მაგას გააკეთებ. აი, ეხლა მინდა პაწუკაზე გაგატაროთ პროცესი, ჩემი პროცესი და სავარაუდოდ, ანუ დაახლოებით ამ პროცესს გავყვებით ხოლმე
ზოგადად როდესაც ვიქნებით ანუ კურსის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოგიტანეთ პერსონაჟი, თუმცა პატარაზე ანუ სულ ოდნავ შევეხები იმასაც გარემოსაც, რომ ძალიან არ მოგაწყინოთ თავი. Იმიტომ პირველს მაინც პერსონაჟს გავუვლით. კაი. მოდი შევქმნათ ერთი ჩემი პერსონაჟი. შექმნილი მაქვს, იმიტომ რომ აქ ვერ შევქმნი, იმიტომ რომ კვირების პროცესი არის. ეს არის ბორეალისი, არის ჩემი კომიქსის, რომელსაც ახლა ვაკეთებ, მაგის მთავარი პერსონაჟი და ამისთვის მქონდა ბრიფი და ბრიფის მიხედვით ავაწყე ეს პერსონაჟი. ეს არ არის კლიენტის საქმე, ეს არის ცალსახად ჩემი პროექტი და მაგიტო უფრო მეტი თავისუფლება მივეცი თავს. და ხო, ანუ რო იმას ვქნათ, გავიდოთ არის კომიქსისთვის გაკეთებული. ამიტომ ცოტა სხვანაირი ის არის პრინციპები არის, ვიდრე მაგალითად იმაში თამაშში რო იყოს. კარგი. ბრიფი რაც მქონდა ამ პერსონაჟის უნდა ყოფილიყო ნახევრად მონსტრი, ნახევრად ადამიანი, არის მონსტრებზე მონადირე, არის ძალიან ისეთი ძლიერი მებრძოლი, ასევე რაღაც მაგიური ძალები აქვს და არის რაღაცა აი მინდოდა რომ ცოტა საშიში ყოფილიყო, მაგრამ თან მინდოდა რომ რაღაცა ისეთი ლამაზი გოგო ყოფილიყო მაინც. მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაც ძალიან დიდი რქები, კუდით ცოტა საშიში ტიპი, მაგრამ ასევე მინდოდა რომ ქონოდა ვარდისფერი შავში თმა, ეს შინაარსობრივად ეს არის მნიშვნელოვანია. ასევე მქონდა ეგეთი რაღაცა ბრიფში დაწერილი, ანუ მქონდა ესთეტიკა გაწერილი, ესთეტიკა უნდა მქონოდა დაახლოებით Y2K, ოღონდ ცოტა უფრო აი 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისის ესთეტიკა მინდოდა გამიკეთებინა. მაგიტო 20 შლაქსები. ხო, მოდი ახლა შევხედოთ როგორ ვიწყებ, ანუ ჩავთვალოთ, ეს არის ბრიფი, მაქვს ეს ბრიფი, როგორი მინდა იყოს, რა მინდა რომ იყოს და რას ვაკეთებ პირველს. პირველს რასაც ვაკეთებ არის რომ ვაკეთებ moodboards. Moodboard-ი რა არის? Moodboard-ი არის აი რომ დავჯდები აი რაღაცა ასეთი მინდა. ვამბობ. თმა კონდეს სწორი, უნდა კონდეს ჩოლკა, თმა უნდა კონდეს შეკრული, მაგიტო აი რაღაცა აი ესე მინდა რომ შეკრული იყოს. აცვია ძირითადად ჩავები რა აცვია, როგორაცვია ამ ყველაფერს ახლა რაღაცა განსაკუთრებული პროცესი მე პირადად არ მაქვს, შეიძლება კონდეს, შევდივარ Pinterest-ზე და ვუყურებ. ასევე ანუ ამას ეს არის რეფერენსების მოძიების პროცესი ჩვეულებრივ რო შევხედოთ რა. ეხლა ძალიან ბევრისგან გამიგია და აქვე მინდა მაგიტო გავიარო და ვთქვა, ბევრისგან გამიგია რომ აი იცი რაღაცა რეფერენსებს და იმეებს ხვის ნამუშევრებს არ ვუყურებ, რომ არ მინდა რომ შემთხვევით მოვიპარო. ეს არის სისულელე. კან არის სისულელე, პირიქით, რაც უფრო მეტს უყურებთ, რაც უფრო მეტს ნახავთ, მით უფრო მდიდარი ვიზუალური მეხსიერება გექნებათ. და ამ მეხსიერებიდან მე შეგიძლიათ უკვე ზეპირად გადმოიღოთ რაღაცები. იმიტომ რომ შეიძლება ახლა ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ აი ეს სუფთა ორიგინალურობა არ არსებობს რა. ან არ არსებობს, ვერასოდეს რაღაც ველოსიპედს თავიდან ვერ მოვიგონებთ. მაგალითად, ახლა იმ წერლობაში რო შევხედოთ, რო ავიღოთ ახლა ისტორიის სტრუქტურა, მაგალითად, ბეჭდების მბრძანებელს და იმას სტავორს აქ ერთი და იგივე, თუმცა ერთი და იგივე არ არის, ხო? ეგ არის სუფთა ისა, მაგას ვამბობ. ეხლა თქვენ თუ ყავთ რაღაცა ღრუბელი პერსონაჟი, რომელსაც ზუსტად გადმოხატავთ SpongeBob-ს, კი ბატონო, ეგ არის პლაგიატი. მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია რომ ავიღოთ სხვადასხვა ასპექტების, სხვადასხვა პერსონაჟების, ისე რომ არანაირი პლაგიატი ეგ არ არის, ეს არის ინსპირაცია, ეს არის შთაგონება და არის რეფერენსები. ამიტომ ეხლა მე მაქვს უკვე რაღაც გიგანტური რეფერენს ფოლდერი მაქვს Pinterest-ზე, გიგანტური რეფერენს ფოლდერი მაქვს კომპიუტერში და ასევე იმის გამო რომ ბავშვობიდან ამ ყველაფერს ვუყურებ და ვაკვირდები, მაქვს ძალიან დიდი ვიზუალური მეხსიერება. მაგიტო ძალიან მარტივად ვაკეთებ moodboards. მაგალითად გამახსენდა ვინ არის ესეთი მაღალი ცოტა აი ცოტა რაღაცნაირად ინდუსტრიულად ფლედერში ჩაცმული ტიპი, ოკეი, Huntress-ი იმიდან Birds of Prey-დან. Lisbeth Salander, იმიტომ რომ რაღაც თვალები მომწონს ამისი, რაღაც Girl with the Dragon Tattoo-დან. ოკეი, შირასავით მინდა რომ რაღაცა ცოტა ის იყოს რა, ანუ დიდი იყოს და თან თმა მომწონს. ესეთი ჩოლკა მომწონს. ესეთი კუდი მინდოდა, მე გადავიფიქრე სხვათა შორის, ხო? არ არის აუცილებელი ვიქორწინოთ ამ იმაზე. დავქორწინდეთ ამ
კონცეფციაზე. იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაცა სხვა იდეა მოგვივიდეს უკვე პერსონაჟის ძიების პროცესში. თუმცა ხანდახან არის ხოლმე რომ ძალიან რო გავუტევთ უბრალოდ ვუბრუნდებით ხოლმე moodboards და თავიდან ვიწყებთ რაღაცების გაკეთებას. ესე იგი, ეს გავაკეთე. ამას ესე განახებთ, თორე თქვენ რო ნახოთ, მე თუ გინდათ განახებთ, მაქვს გიგანტური რეფერენს ფუტერი მარტო ბორეალისისთვის და ამას რო გავაკეთებ, მე რას ვაკეთებ? მე რას ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვსკეჩავ. მე განახებთ აი პროცესის ვიდეოს რო განახებთ, მე განახებთ რამდენი მაქვს დასკეჩილი და მანამდე იმასაც განახებთ ქაღალდზე რამდენია გაკეთებული. ესე იგი, რას ვაკეთებთ და ეს იქნება თქვენი დავალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ კარგი იქნება თუ მომისმენთ. არასოდეს, ანუ ვიწყებთ უხეში სკეჩებით, არაფერს არ ვამუშავებთ, არაფერს არ ვალამაზებთ, არანაირ რაღაცა, აი ეს თვალის ამოყვანა მინდა თავის შუქჩრდილებით და ფერებ, არა. ვაკეთებთ უხეშ ჩანახატებს, სწრაფი, უხეში, უცებ და სხვადასხვა რაღაცებს ტესტავთ. მთავარი არის ექსპერიმენტირება. ყველაზე მთავარი, რასაც მე გასწავლით, აი ამ საწყის ფაზაში არის ეგ, იმიტომ რომ არიცი პირველი დიზაინი არასოდეს არ არის ყველაზე კარგი. შეიძლება ძალიან გამონაკლისს შემთხვევაში იყოს, მაგრამ პირველი იდეა არასოდეს არ არის კარგი. ჩემი პირველი იყო აი ესენი დავხატე ძალიან დიდი ხნის წინ და მე შემოვაგდე და სხვა მიმართულებით წავედი სტილისტურად. რატო? იმიტომ რომ ეს არ ვარგოდა და შემდეგ რაღაც აი ამ ძიებაში და ემაში მივაგენი იმას, რაც მომწონდა. რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მე ეს ვარიანტები გავაფართოვე, ხო? მაგრამ როდესაც ვაკეთებ, ანუ რატო არ ვამუშავებ, ხო? ყველაფერს. ჯერ ეს ერთი ყველა რო დავამუშავებ, ანუ ძალიან ბევრი დრო დაიკარგება, ამდენი დრო, როდესაც ვმუშაობ პროდაქშენზე, ამდენი დრო უბრალოდ არ აქვს. ეგ ერთი. მეორე არის ის, რომ ანუ როდესაც ვამუშავებთ, მე რაღაცნაირად გვენანება რა, ანუ აი რაღაცაში ამდენ უშრომოს ვუჩვენ და გენანება გადასაგდებად, ხო? ან მე მაქვს მაგალითად ეგ მომენტი, უმეტესობას ვისთანაც მილაპარაკია აქვს ეგ მომენტი. ამიტომ ჯობია სკეჩის ფაზაშივე ამოვიღოთ ეს ჩვენი კრეატივი ყველაფერი და რაც მოგწონს მე ის გამოვითაროთ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გული დავწდეს, ასე ვთქვათ. თან ექსპერიმენტირებასაც ხელს უშლის. ეს მაგალითად კუდების ის არის ძალიან ბევრი, ეს მაქვს მთელი 3 გვერდი მაქვს მარტო კუდების გაკეთებული. ხო, შემდეგ მომეწონა აი ეს, ხო? აი ეს ტიპი მომეწონა. შემდეგ უკვე ვაკეთებთ რას? სხვანაირ ექსპერიმენტირებას, მაგალითად ფერებზე. სხვადასხვა პალიტრები, იმიტომ რომ ზოგადად რაც ქმნის პერსონაჟს, ამას მე კარგად გასწავლით, ცალ-ცალკე ლექციებზე გავვილით. იმას shape language არის როგორი ფორმებით არის გაკეთებული პერსონაჟი და ეს ფორმები წვეთს როგორი იქნება, ანუ როგორ წარმოაჩენთ ამ პერსონაჟის ხასიათს და მის ისტორიას. მაგალითად, ბორეალისი არის უფრო რაღაცნაირი მასიური ბლოკებით მაგაგებული და თან არის რაღაცნაირი წვეტიანი. ანუ ვიცი რომ წვეტიანი ხასიათი აქვს, ხო? ამ დროს მისი თანამგზავრი, მისი რაღაცა ისეთი პარტნიორი ვინც არის მთლიანად ბურთებით და მრგვალი ფორმებით. მაგაწყობილი რომ ანახო რომ ის არის უფრო საყვარელი, ბუნჩულა, კაი ტიპი, რაღაცნაირი ისა და ანუ აი მათი დინამიკა ძალიან აშკარა ხდება იმითი თუ როგორი შეიფებით არიან ისინი დახატული. იგივენაირი სიტუაცია აქვს ფერში, ანუ როგორ ფერში გავაკეთებთ პერსონაჟს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ თუ ეხლა გარემოში ეგრე არის თუ ანუ ყველაფერში არის ეგრე ფერი ძალიან ბევრ რაღაცას წვეთს. ეხლა ჩვენ თუ მაგალითად მე მინდა რომ დავხატო ბრუტალური მეომარი, რომელიც რაღაცა ტყეში მიდის და დემონებს ხოცავს და სერიოზული რაღაც არის, სერიოზული ისტორია, მე რომ მისი, არ ვიცი, აბჯარი გავაკეთო ვარდისფერი და გავაკეთო შუმრგვალებით, შეიძლება სასაცილო იყოს, საყვარელი იქნება, მაგრამ მთლიანად მეკარგება ჩემი ისტორიის არსი, ხო? მაგიტო არის ცდილობთ ხოლმე სხვადასხვა პერსონაჟებს, სხვადასხვა იმას, ფერთა კომბინაციას, მაგალითად, აბა მოდი წითელი ჩავამატოთ, აბა მოდი ეს ჩავამატოთ, აბა მოდი ყვითელი შემოვიტანოთ, არ მოუხდა, ოკეი, მოდი ასე გავაკეთოთ. ესეთი თმა ხო არ მოუხდება. ბევრ ასეთ რაღაცას გავაკეთებთ, ბევრ ასეთ ფიდბექს მოგცემთ და ბევრ color კომბინაციას გაკეთებინებთ. სხვა შორის ძალიან მაგარი არის, როდესაც უკვე დაგროვილი გვაქვს აი ეს
დავალებად მოგცემთ ხოლმე კიდეც, რომ შეხედოთ სხვადასხვა იმებს, სხვადასხვა პროექტებს, ანუ სხვადასხვა მაგალითად ანიმაციებს, რომ რაღაცნაირად იცნოთ ხოლმე ფერების კომბინაცია. მაგალითად, ამას რომ ვუყურებ ზუსტად ვიცი, რომ ეს რო გავაკეთე შევხედე და shadow არის Sonic-დან, ხო? ეგეთი რაღაცები, ეს არის ვიზუალური მეხსიერება, ამ ვიზუალურ მეხსიერებას მე ძალიან ბევრს ვიზრუნებ, რომ ჩამოგიყალიბოთ. კარგი, მე რაღაცა მომეწონა, ოკეი, ამ კომბინაციაზე, ამ color კომბინაციაზე შევჯერდი და მე გადავიტანე, მოდი ახლა სხვა პოზაში დავხატო, სქემა გავაკეთო, რომ მაგალითად სხვას რომ მოუწიოს ამ პერსონაჟის დახატვა, როგორ უნდა დახატოს. მე კი ვიცი, რომ ბორეალისის ფეხები ესე იხატება და რაღაცა სხვა მარიცის. მაგიტო უნდა გავუკეთო ესეთი სქემა. ეს არის, ამასაც გავაკეთებთ, ეს არის სხვადასხვა დეტალები და ელემენტები მაგ გამოტანილი და ეს არის მისი სიმაღლე. ამით თავებით ვეთანხმებთ ხოლმე სიმაღლეებს. ეს რაღაც ქუსლების ისე. ხო, ისე ვაკეთებ სკეჩებს, ანუ რაღაცა, ეს არის მაქსიმალური რაღაცა, რაზეც მუშაობია აქამდე, ანუ სკეჩურ ფაზაში, ძიების ფაზაში. და ესეც პრეზენტაციისთვის არის გაკეთებული, არ მოგატყუებთ. იმიტომ რომ ჯერჯერობით არ მჭირდებოდა ამის გაკეთება. ეს არის, ანუ ყველაფერი, როგორც თქვი, ანუ დავიმახსოვროთ დავალებისთვისაც, რო გავხსოვდეთ, ვაკეთებთ უხეშად, არ ვამუშავებთ, არ მჭირდება დამუშავებული, არ მჭირდება რაღაც ამორენდერებული იმეებით რაღაცა ბანძით, არ მჭირდება. მე მჭირდება, რომ იყოს იდეა, იმიტომ რომ იდეიდან ვიწყებთ ყველაფერს. დამუშავება მერე მოდის. და მერე დამუშავება რომ მოდის, გადავდივართ ხალხისთვის ყველაზე მტკივნეულ ნაწილზე, თუმცა მე მაგალითად ძალიან მიყვარს და მაგიტო არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ სახალისოა, როცა ჩავუჯდებით და ვისწავლით, ეს არის დატრიალება, იგივე turnaround-ი. Turnaround-ი არის როგორც გვეუბნება ეს ყველაფერი, ანუ სხვადასხვა კუთხეებით წარმოჩენა პერსონაჟის, რომ მაგალითად ანიმატორს რო დაჭერდეს ამის დახატვა, ზუსტად ეცოდინება ბორეალის როგორი ცხვირი აქვს პროფილში. იმიტომ რომ თუ მივეცი მარტო ეს, ჯერ ეს ერთი უკან არ ჩანს, აქვს იქნებ რაღაცა ახატია იმაზე, ჟაკეტზე. მაგრამ მეორე ის არის, ანუ რაღაცა ესეთი ცხვირი აქვს, ხო? პროფილში როგორი ექნება? პროფილში კუდი როგორი ექნება? პროფილში ეს როგორ ექნება? ესეთი რაღაცები აუცილებლად უნდა გავაკეთოთ pre-production-ზე, სხვათა შორის character sheet-ები და განსაკუთრებით turnaround-ი თუ კარგად იცით, არის რაღაც პრაგმატულად რო შევხედოთ, ძალიან მოთხოვნადი არის freelance დონეზე იმაში, ანიმაციის სფეროში. მე თვითონ ყველაზე მეტი პროექტია ასეთი, ანუ ანიმაციებზე რაც მიმუშავია, ყველაზე მეტი პროექტი იყო character sheet-ები, იყო მაგალითად დატრიალება, შეიძლება ჩემი დიზაინი ზოგჯერ არც იყო, უბრალოდ იმისთვის ვქირავდნენ, რომ ეს ყველაფერი გამიკეთებინა და საკმაოდ კარგ ფუნქციას ვაკეთებთ. ამიტომ ჩემი რჩევა არის, რომ ამის კეთება კარგად ისწავლოთ. ხო. ეხლა რაც არის აქ საყურადღებო, ანუ სხვადასხვა სფეროსთვის სხვადასხვანაირად ვაკეთებთ turnarounds. როდესაც ეს მაგალითად ასევე ჩემი დიზაინია იბერიის ქრონიკებზე როცა ვმუშაობდით, ეს არის ქალღმერთი დალი და ეს იყო გაკეთებული 3D არტისტისთვის. ამიტომ მაგალითად როცოდნოდა თმის ქვეშ რა იყო, ეს რა იყო, ანუ ხელი მაქვს მოძრაობილი, რომ გვერდით გამოჩენილიყო, იმიტომ ყველაფერი ეს დეტალებში უნდა ააგოს 3D არტისტმა. აგერ კაბა მაქვს გადაჭრილი, რომ ფეხსაც მელი ჩანდეს. და ეს უნდა იყოს ძირითადად უფრო გახევებულია ხოლმე, ძირითადად უფრო ესეთი რობოტული, რომ 3D დიზაინერს გაუადვილდეს. ანიმაციაში ძირითადად ოდნავ-მოდინამიურო პოზაში ვაყენებთ ხოლმე, იმიტომ რომ უფრო ის არის ანიმატორისთვის უფრო გასაგებია, თუმცა ესეთიც შეიძლება რა. ეს არის Secret of Kells-ის, აგერ ის სიმაღლისისა თავებით და მაგალითად სხვა პერსონაჟთან როგორ იდგება. ეს არის character sheet-ი ამ პერსონაჟის. ძალიან კარგად გაკეთებული. ასევე შევეხები კურსის განმავლობაში თუ ვინმე აიღებს, ისე არ შევეხები, თუ ვინმე აიღებთ 2D თამაშის იმას, რაღაც ან პლატფორმერს, არამე ეგეთ იდეას, მოგვიწევს გავაკეთოთ sprite sheet. Sprite sheet ეს არის მაგალითად Hollow Knight-ის sprite sheet. Sprite sheet არის ამ პერსონაჟის მოძრაობების ის, ანუ როგორ მოძრაობს. შეიძლება ყველა არ გავაკეთოთ, მაგრამ პრინციპში გამიკეთებია sprite sheet-ები, საკმაოდ სახალისოები არის, ეგენიც ერთმანეთზე რო დაადებ და მოძრაობ, მაგარი ის არის. სასიამოვნო სანახავია. ასე რომ კაი სასწაული იქნება, ვინმე თუ გააკეთებთ, გამიხარდება. ხო,
მეორე კომპონენტი რაც არის იმისი character-ში ის არის ემოციები. ემოციები ცოტა შორის ბევრს უჭირს ინდუსტრიაში და მაგიტო არიან სპეციალიზებული ხალხი, რომელიც ამებს კარგად ხატავს და საკმაოდ ისეთი ზოგჯერ მოთხოვნადებიც არიან. აქაც რას ვაკეთებთ, ანუ ყოველთვის მე მოგთხოვთ რომ რეფერენსები მოიძიოთ სახეების. თუმცა მე მაგალითად უკვე ცოტა ანუ ტრაბახისავით არ გამომივიდეთ, მაგრამ აღარ მჭირდება, იმიტომ რომ მაგალითად ბავშვობიდან ხატავდი აი ამ გაზვიადებული. შეიძლება გაზვიადებული სახის ისიც არ გქონდეს, ანიმაცია არ გქონდეს, ან თამაში. ეგეც არის. უბრალოდ რა უნდა ვიცოდეთ? აქ ყველაზე მეტად რა უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს პერსონაჟს. იმიტომ რომ მაგალითად ბორეალისი არის, ну кай ბორეალისი არ ქვია, მაგალითად ყავს უჟმური პერსონაჟი, ხო? იმ უჟმური პერსონაჟზე მთელი ემოციების შითი ის რომ დავხატოთ სიხარულისგან როგორ დახტის, არ არის რეალური. იმიტომ რომ შეიძლება ერთი მომენტი აქვს, როდესაც დახტის და ეგ ერთი გავაკეთოთ, მაგრამ ძირითადი ემოციები თუ არის, ანუ რაღაც თავშეკავებული და ის თუ არის, მსგავსი ემოციები დაიხატება. მაგიტო უნდა ვიცნობდეთ ძალიან კარგად ჩვენს პერსონაჟს, უნდა ვიცოდეთ რას გააკეთებდა, როგორ გააკეთებდა და როგორ იმოქმედებდა. მაგიტო ვამბობ, რომ ძალიან ბევრი მედია ნახეთ. და რომ ვიცოდეთ რას გააკეთებდა. მაგალითად, ეხლა მე მიგოდა ესეთი გაზვიადებული ისინი თან ეს მებრძოლის ისა რაღაცას რო ემუქრება და პირველი რაც მომივიდა აზრად არის რომ One Piece-ში ზოროს აქვს ზუსტად ესეთი სახე რაღაც მომენტში და მეთქი ოკეი რა ესეთი ტიპი იქნება. მაგიტო მოგთხოვთ რომ გამიგეთოთ ხოლმე, ანუ მომიძიოთ რეფერენსები ემოციებისთვისაც. ხო. ეს არის აი მაგალითად რო გითხარით რომ უნდა ვიცნობდეთ მეთქი რა პერსონაჟს. აი მაგალითად Gwen Stacy რა. ეს არის Gwen Stacy-ის ემოციების შეთი ერთ-ერთი. Gwen Stacy-ის ეს ემოციები შეესაბამება მის პერსონაჟს, ანუ თუ გაქვს Spider-Verse-ი ნანახი. როგორც მაგალითად აი K-pop Demon Hunters-ი ჯინოს აი მაგალითად აი სულ ეშმაკური გამოხედვა აქვს, ხო, რაღაცა სულ ეშმაკური ექსპრესიები აქვს, რატო? იმიტომ რომ დემონია და თან ქარიზმატულია და თან გვინდა რომ რაღაცა ცოტა ისეთი ცუდი ტიპი იყოს რა, რაღაცნაირად ესე ვაჩვენოთ. აი აქაც ძალიან კარგად გაკეთებული ისინი არის emotion sheet-ები, ზუსტად ხვდებით, აი მიუხვდებით ამით როგორია ეს პერსონაჟი, ხო? მაგიტო ვაკეთებთ ემოციებს და ნუ კიდე იმიტომ რომ ანიმატორებს და პროდაქშნის ხალხს გავუადვილოთ სამუშაო. ხო. მე რასაც ვაკეთებ ხოლმე ძალიან ხშირად და თურმე ბევრი არ აკეთებს და ცოტა სელდაა. ესეც სკეჩის დონეზე გავაკეთე. უბრალოდ ეს არის რომ ორი პერსონაჟი, ორი ან მეტი პერსონაჟი ერთმანეთთან როგორ ურთიერთობს, იმიტომ რომ ეს პერსონაჟები ერთმანეთთან უნდა იყვნენ კავშირში, მერე თან გარემოშიც უნდა ჩასვათ, გარემოშიც ჩასმულებსაც განახებთ, როგორ ურთიერთობენ. რა ის არის, ანუ ჯერ ესეთი სიმაღლეებში მაინც რომ ვნახოთ როგორები არიან და პროპორციებში, ეს წარედ ვისწავლე, იმიტომ რომ ერთხელ მუშაობდი production-ზე, სადაც მე და მეორე character artist-ი მუშაობდით და სულ სხვადასხვა პროპორციებით ვხატეთ თურმე, დაწყებები ვიყავით და ისე გამოვიდა, რომ 10 წლის ბავშვი ჩვეულებრივ ქალს მუხლამდე წვდებოდა. რაც არ იყო სახარბიელო, მაგიტომ მოგვიწია მთლიანი პროექტის გადმოხატვა. საშინელება იყო, არ მომეწონა, მაგის მერე ამას ვაკეთებ. რომ რაღაცა პატარა დინამიკაც ვანახო ემოციური, რომ აი რაღაცა ესენი წვეულებაზე რო წავლენ, თქვათ როგორი ის ექნებათ, ან ესენი რო ერთად იბრძოლებენ, როგორი დინამიკა იქნება მათ შორის. ამისი განვითარება ერთ-ერთი არის ასევე line-up-საც გავაკეთებ, line-up-ები ძალიან მიყვარს, line-up-ები კეთდება. ერთი იმისთვის, რომ თუნდაც height-ები, ანუ სიმაღლეები ვნახოთ და პროპორციები, როგორ არიან, როგორ შეხედან ერთ გარემოში, როგორ ჯდება ეს პერსონაჟები. და ასევე შეგვიძლია ხოლმე რომ მაგალითად promotional მასალებს შეგვიძლია გამოვიყენოთ რომ როგორი ტიპები არიან ძალიან კარგად ჩანს ხოლმე line-up-ში რომ მაგალითად აი უშმური ბორეალისი რომელსაც ყველაფერი აღიზიანებს მაგრამ თან რაღაც ეს ნანადირები რაღაც მონსტრი ყავს მოყვანილი პოპი რომელიც არის ძალიან მხიარული და რაღაც ცხობა უყვარს მაგალითად cupcake-ი უჭირებს ეს სულელი ბეგეკო და მაგალითად ეს ეშმაკი ტიპი რომელიც რაღაცებს ხლართავს რა მაგიტო ეს არის რაღაცა ეგეთი flamboyant ეგეთი პოზა აქვს. ეგეთი რაღაცები, ანუ ყველაფერს აქვს line-up-ი, ყველაფერი ესეთში, განსაკუთრებით ანიმაციებში კეთდება ყოველთვის. line-up-ი, აგერ Arcane-ის, height-map-ია ეს. ეს არის უბრალოდ სიმაღლეები, რომ ვიცოდეთ ვინ რა სიმაღლეა და როგორ უნდა დავხატოთ კადრში.
აქ მაგალითად ჰაითმეფიც არის ეს, მაგრამ თან რაღაც ემოციებიც აქვთ, რომ ვაჩვენოთ მათი ისინი პერსონაჟები. ეს არის Hollow Knight-ის ხოთშიც ძალიან მიყვარს ეს ლაინაპი, იმიტომ რომ ჩანს როგორ კარგად არიან ერთმანეთთან შეხამებული პერსონაჟები. ასევე, ლაინაპზე აი აქ ამითი ეს ჩვენება მინდა, რომ ყველა რაღაც ერთნაირად არ უნდა იყოს რა დახატული, არ არის აუცილებელი ყველა ერთნაირად დახატოთ, შეგიძლიათ გყავდეთ ძალიან ბევრი პერსონაჟი, ძალიან ბევრნაირად დახატული პერსონაჟი, უბრალოდ ისინი ერთ სამყაროში უნდა ჯდებოდნენ. ყოველთვის გამითვალისწინოთ და ერთ სამყაროში როგორ ჯდებიან ეგ რომ ნახოთ, მაგისთვის ყოველთვის აუცილებელი არის რომ გავაკეთოთ ლაინაპი. ხო, ეს არის პატარა style frame-ი, ეს რო განახოთ, როგორ მაგალითად გარემოსთან როგორ ურთიერთობენ, ხო? მაგიტო გადავწყვიტე რომ პოპის და ბორგელესის პირადი სივრცე გამეკეთებინა და ეხლა პირად სივრცეში ისეთი რაღაცა მინდოდა შემექმნა რომ კი ჰარმონიულად არის, მაგრამ მაგალითად ეხლა თქვენ სტორი არიცით, მაგრამ ვიზუალურადაც რო შეხედოთ ამ ორ პერსონაჟს, გეცოდინებათ რომელი მაგალითად აი ეს ბუცები და რაღაც აი ეს იარაღები იქნება ალბათ ბორგელესის, ეს მარწყვები და ფუნფულა რაღაცები ალბათ იქნება პოპისი, ხო? მაგიტო გარემოსაც ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ, მაგას კიდე გავატარებთ დაწვრილებით, როდესაც კურსზე ვიქნებით. მით უმეტეს, როდესაც პერსონაჟის პირად სივრცეს ხატავთ, იმიტომ რომ უნდა ჩანდეს, რომ ამ სივრცეში ვიღაცა ცხოვრობს. ეგ არ არის უბრალოდ რომ რაღაც აიცი, საწოლი აქ დავდე და კარადა აქ, მაგაზე არ არის. ცოტა ეს არის, ხო და ეს არის მაგალითად style frame-ია პრინციპში რა, უბრალოდ მინდოდა რომ ამ ორი პერსონაჟის ექსპლორაცია. თუმცა ეს არის მოჭრილი, იმიტომ რომ მე მაქვს მთლიანი ოთახის კონცეფტი დახატული, რომელიც ასევე დაიწყო სკეჩებით და moodboard-ით. ახლა ბევრი სკეჩის და moodboard-ის კეთება მოგვიწევს. moodboard-ი ბევრი არის, სკეჩების ბევრი მოგვიწევს. აი ეს არის მთლიანი კონცეფტი და ეს არის რაც არის მოჭრილი. მე ამას შემდეგ კიდე გამოვიყენებ, იმიტომ რომ აი აქ ზუსტად ვიცი რა დავხატე, აი აქ ზუსტად ვიცი რა არის, აი აქ ზუსტად ვიცი რა როგორ იქნება, რანაირად ურთიერთობენ თავიანთ პირად სივრცესთან. მაგიტო ვაკეთებთ ესეთ რაღაც კარგ ილუსტრაციებს. მოდი ახლა სანამ იმას განახებთ, უშუალოდ პროცესს განახებთ, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის, აი ამ ამბების time-lapse-ი მაქვს თქვენთვის გამზადებული, რომელზეც დეტალურად ვილაპარაკებ რა როგორ გავაკეთებ. შემდეგ მაგას კიდე გავვლით. ეხლა უბრალოდ მინდა რომ ჯერ გითხრათ, როგორი, კურსის პატარა ტექნიკურ დეტალებზე. ესე იგი, კურსისთვის დაგჭირდებათ სახატავი პლანშეტი, იქნება ეს კომპიუტერის ეკრანი, რომელზეც იხატება, იქნება ჩვეულებრივი პადი, იქნება ეს რაღაც iPad-ი, Samsung ტაბლეტი, არ აქვს მნიშვნელობა, რაზეც ციფრულად იხატება, всё, გვაწყობს. არ მაქვს არანაირი შეზღუდვა. ასევე ნაკლები შეზღუდვა აქვს პროგრამებზე, ზოგადად ინდუსტრიის სტანდარტი არის Adobe Photoshop-ი, ასე რომ კარგი იქნება თუ Photoshop-ი გვეცოდინება, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ დანარჩენებს რაღაც პატარა შეზღუდვები აქვს, თუნდაც მაგალითად Procreate-ს არ აქვს never layers დიდ რეზოლუციაზე ვერ გავაკეთებთ, რაც არის ძალიან სევდიანი, მაგრამ ასეა. მაგიტო Photoshop-ს ვიყენებთ, თუმცა თუ Photoshop-ი არ გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა. თუ მაგალითად გაქვთ iPad-ი და ხატავთ Procreate-ში, არ არის პრობლემა, შეგვიძლია გავაკეთოთ. Procreate კიდე sketchbook-ი არის თუ არ ვცდები, ეგეთი აპლიკაცია იმისთვის, Android-ის პლანშეტებისთვის, ეგეც შეგიძლიათ. ნებისმიერი პროგრამა, რომელშიც იხატება, შეგიძლიათ გამოვიყენოთ, თუმცა მე გავრცელებს რომ ვიცი Photoshop-ი, ვიცი Procreate და ვიცი Clip Studio Paint. Clip Studio Paint-ის ხოთშორის ძალიან პოპულარული არ არის და ძალიან სევდიანია, იმიტომ რომ მხატვრებისთვის და ილუსტრატორებისთვის არის ძალიან კარგი პროგრამა. თან საკმაოდ ხელმისაწვდომი არის ეს და Procreate, Photoshop-ი მაგალითად ცოტა ძვირია. ძალიან ცუდია. ეს არის კარგი ალტერნატივა, თუმცა თუ თქვენ ხატავთ მაინც და მაინც გინდათ რომ დახატოთ კრიტაში, დახატოთ რაღაც Paint Toolsai-ში, შეგიძლიათ უბრალოდ იცოდეთ რომ ტექნიკურ ფიდბექს, პროგრამის ფიდბექს მე მანდ ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ მაგალითად კრიტაში არასოდეს მიმუშავია. არ ვიცი, ვერ გაგირკვევთ, არ მაქვს. ამიტომ სასურველია რომ ამ სამში იმუშაოთ. ეხლა მე მგონი მოდი კითხვებს უპასუხოთ და მე გადავიდეთ. მოდი, მოიცა, ერთი წუთით კითხვების სლაიდი. ხო, ბარემ გავხსნათ ეგეც. ოკეი, აი, აუცილებლად ეხავე.
ელი გვეკითხება, ელე, რადგან ეს გაკვეთილები იწერება, სად შეგვიძლია შემდეგ ვნახოთ ჩანაწერი. ხო, მეგობრებო, ჩანაწერი თავის დავალებიანად და თავის პრეზენტაციянად, რაზეც ახლა ზიზი ვისაუბრა, ხვალ დღის განმავლობაში გამოგგზავნებათ მეილზე, რომელთაც გაიარეთ ჩვენთან რეგისტრაცია. ხო, და მათ შორის იქნება ინსტრუქცია, სად უნდა ატვირთოთ, როგორ უნდა ატვირთოთ და რა უნდა ატვირთოთ დავალებების ნაწილში. შეგახსენებთ, რომ დავალების გამოგზავნის დედლაინი არის კვირა დღე, ამ კვირის კვირა. ზუსტი რიცხვი გამოდის 21 არის დღეს, ესე იგი 25 რიცხვის ჩათვლით, ჩვენგან უკვე უკავშირს მიიღებთ, ანუ შემდეგ კვირაში, როცა მივიღებთ თქვენს დავალებას. დავალების გამოგზავნის შემთხვევაში გექნებათ 30%-იანი თანადაფინანსება, კონკრეტულად რა იქნება დავალებად, ამას ზიზი გეტყვით ცოტა მოგვიანებით, აი ტექნიკურ ნაწილს რო განვიხილავთ მას შემდეგ. მართა, აქ ჩართვის გამო აუცილებელი ხომ არაა თქვენი კურსების გავლა? არა, არ არის აუცილებელი, შეგიძლია დაგვესწრო ბოლომდე. ძირითადი სამუშაო პროგრამა ილუსტრატორია თუ არა ok, კითხეს და მე მგონი ამას ვუპასუხეთ. ილუსტრატორს ვაკეთებთ, ხო, ვაკეთებთ იმ პროგრამებში, რაც ჩამოთვალეთ. ილუსტრატორში თუ გააკეთებთ, მაგალითად მე ვაკეთებ ხოლმე moodboard-ებს, თუმცა Figma მერჩევნია, რაღაცა პატარა დამხმარე რაღაცებით შეიძლება დაიხმაროთ ილუსტრატორი, თუმცა ძირითადი პროგრამა არ არის. ოკეი. ლაშა გვეკითხება, მე მაქვს შეკითხვა, კურსი უმეტესწილად ილუსტრაციის შექმნაზე იქნება ორიენტირებული თუ სხვადასხვა სახის დიზაინის ასპექტებზე? სხვადასხვა სახის, ანუ ზოგადი კურსი არის კონცეპტ არტის და პლუს ილუსტრაციის. ანუ კონცეპტ არტში შემავალი ილუსტრაცია იგულისხმება მანდ და საბოლოო პროექტიც ეგეთი იქნება, ანუ მრავალფეროვანი იქნება პერსონაჟი, იქნება გარემო, იქნება პროფები და იქნება ილუსტრაცია. ოკეი. ანა გვეკითხება, კვლევის მეთოდებს თუ შეეხები კურსზე, მაგალითად, როგორ უნდა გარდაუქმნათ არსებული ფორმები და არსებები, ქარიყლაპიას და უცხოს მაგალითზე. წასაკითხად, საინტერესო დიზაინში. კი, რა თქმა უნდა, ანუ დიზაინის სწავლება პრინციპში ეგ არის, ანუ მე გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ და მე თქვენ აკეთებთ. ეხლა მით უმეტეს, როდესაც ეს იქნება, ანუ კურსი იქნება, რომ თქვენი პროექტები გექნებათ ყველას და ამ პროექტებზე ვიმუშავებთ. თუ თქვენ მომიტანთ, ანუ რასაც მომიტანთ, იმის მიხედვით რა გამენტორებთ და მოგცემთ რჩევებს, რა როგორ მაგალითად რეფერენსი, რომ აი ეს ნახე, აბა ეს მოდი ასე ვცადოთ. ეგ იქნება, იმიტომ რომ პრინციპში დიზაინი ის არის და ამასთან ერთად გასწავლით საბაზისო ცოდნას, როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი დიზაინი. ოკეი. დასკვნა, ხატვა უნდა შეგვეძლოს ესე იგი საკმაოდ კარგად. ხო, მოკლედ, მთავარი წინაპირობა კურსზე ჩარიცხვის არის ერთი გასაუბრება, სადაც ძირითად შემთხვევაში мотиваციას და მსაუბას ვიგებთ სტუდენტების, ეს პატარა 10 წუთიანი გასაუბრება გვაქვს რეგისტრაციის შემდეგ. მეორე წინაპირობა არის, რომ უნდა გქონდეთ ტექნიკურად მზად უნდა იყოთ, ანუ ან ტაბი უნდა გქონდეთ, ან Procreate სახატავი, iPad-ი, ან ნებისმიერი რამ, რაშიც დახატავთ, ამაზეც ზიზი საუბრა. და ასევე ხატვა უნდა შეგეძლოთ. არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა პრო დონეზე იყოთ, მაგრამ აი მინიმალურ დონეზე აქამდე არ ვიცი, შეიძლება აქტიურად არ ხატავთ, მაგრამ რაღაცა დონის შეხება მხატვრობასთან უნდა გქონდეთ კი. ხო, ანუ გამოვაგზავნეთ. კი, ანუ რასაც გამოვაგზავნეთ, მეც ვნახავ მაგეებს და მეც შევაფასებ. არ არის აუცილებელი რაღაცა მართლა, ანუ როგორც ედომ თქვა, პროდონეზე ხატავდეთ, უბრალოდ ეხლა ხვდებით, რომ როდესაც დიზაინზე გვაქვს საუბარი, მე დროს ვერ დავაკარგინებ სხვებს იმის ახსნით, თუ რა არის მაგალითად საბაზისო შეიდინგი, აი ძალიან მარტივი ხატვის ფუნდამენტები, ხო? მაშინ ხატვის კურსები უნდა იყოს ეს. მაგიტო მე ვნახავ პორტფოლიოები გამოვაგზავნეთ, მოკლედ არ შეგეშინდეთ, რაღაცა სასწაულები არ უნდა იყოთ ხატვის, რომ ეს კურსი გაიაროთ. გამოვაგზავნეთ, ნახავთ. ან პორტფოლიო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ იმიჯები ჩაყაროთ. ხო, ჩვეულებრივ ჩაგვეყარეთ. კი, მაგას გასაუბრების ეტაპზე გეტყვით, სად როგორ უნდა გამოვაგზავნოთ.
პორტფოლიო არის ამ კურსის კიდე ერთხელ ხაზგა უსმევ, იმიტომ რომ ჩვენი ყველა კურსი არის საპორტფოლიო კურსები და ძირითად შემთხვევაში სტუდენტებს ვამუშავებთ ერთ კონკრეტულ კონცეპტუალურ პროექტზე, ნებისმიერ კურსზე ეგრე არის. შესაბამისად, ამ კურსის ფარგლებშიც ვიმუშავებთ ერთ პროექტზე და პლუს ასევე ვისწავლით, როგორ შევქმნათ პორტფოლიო. აი რა პლატფორმებს იყენებენ კონცეპტ არტისტები, ამ პლატფორმებს შორის რა განსხვავება, რომელი მუშაობს, რომელი არ მუშაობს, კლიენტის რომელი უნდა გაუგზავნოთ, პროექტის აწყობისას ჰედლაინები როგორ უნდა დავაწეროთ, თავმჯდომარეობა როგორი უნდა ქონდეს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერსაც ცხადია ვსწავლოთ, ანუ კურსის დასრულების შემდეგ ერთი კონკრეტული პროექტი გექნებათ და მათ შორის გეცოდინებათ ეს პროექტი პორტფოლიოთ როგორ უნდა გადააქციოთ. აი ლინკები ჩავყარე მე ჩატში და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი კურსდამთავრებულების სხვადასხვა კურსების პროექტები და დაახლოებით უფრო შეგექმნებათ წარმოდგენა რა. შეგიძლია ისაუბრო კონცეპტ არტისტვის გამოყენებად სხვადასხვა ხელსაწყოებზე და რა უპირატესობა აქვს მაგალითად Photoshop-ის, 3D Base-ები და ასე შემდეგ. მე მგონი თქვით, ხო? ხო, ერთი, პატარა დისკლეიმერი 3D-ს, 3D-ისთვის მაგალითად character sheet-ის გაკეთება. უშუალოდ 3D-ს მე არ ვეხები, იმიტომ რომ არ ვიცი, არ არის ეს ჩემი პროფესია, ზოგმა კონცეპტ არტისტმა იცის და აკეთებს, მე არა ვარ მათ შორის. ასე რომ 3D-ს ნუ მოელით ამ კურსიდან. მე მგონი ლაშაც იგივეს გვეკითხება, მეც მაინტერესებს ისე 3D-ზე overpainting-ის გავივლით თუ უფრო მეტად ხატვაზე იქნება ორიენტირებულიო. უფრო მეტად ხატვაზე. ესე იგი Adobe Fresco როგორი პროგრამაა Procreate-თან შედარებით? მე ძალიან ისე სიმართლეს გეტყვი და არ გამომიყენებია Adobe Fresco, არ ვიცი. Procreate ძალიან მიყვარს, Fresco არ გამომიყენებია, თუმცა, რა ვიცი, აქებენ და რამე ისეთი, თუ მაინც და მაინც სპეციფიკა და ისე დაგჭირდება, შემიძლია ჩავეძიო უფრო ღრმადაც. აი ვიღაცას წერია Fresco ვექტორულია და Procreate არაო. ხო, არ ვიცი Fresco-ზე სიმართლე გითხრათ არაფერი. ხო, Photoshop-ს რაც შეეხება, Procreate-ი უფასიანია, მაგრამ მე მგონი ძვირი არ ღირს, Clip Studio. Procreate ღირს, გეტყვით. Procreate ღირს მე მგონი $17 თუ არ ვცდები, $17 ერთხელ იყიდით და სულ გაქვთ. არანაირი subscription-ი არ არის. Clip Studio-ს მე მგონი ერთჯერად იყიდვა აღარ აქვს, subscription-ზე არის გადასული, მაგრამ ბოლოს რომ ვნახე, 2 device-იანი plan-ი, 2 device-ზე რო გქონდეთ, არის $8 თვეში. რაც არ არის ძვირი, $5 არის მე მგონი ერთი device-ი თვეში. რაც გაგიჟდა ბოლო დროს არის Adobe ყველა პროდუქტი გააძვირეს, Photoshop-იც, Illustrator-იც, სადღაც მე მგონი $40-ზე ნაკლები უკვე აღარ არის, მაგრამ საბედნიეროდ და არ ვიცი საბედნიეროდ რამდენად არის, მაგრამ საქართველოში პრინციპში ყველას დაკრეკილი ვერსიები უწერია, თუ კონკრეტულად გრაფიკოს დიზაინერი არ არის და არ მუშაობს ამ მიმართულებით და უკვე პროფესიონალი არ არის და ფულს არ აკეთებს ამ ყველაფრით რა. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაკრეკილი, გატეხილი ვერსია ჩაწეროთ, ახალი იქნება სულ რა ერთად ჩაწერთ. რამდენად შემიძლია ეს workshop-ზე არ ვიცი, მაგრამ თუ დაგჭირდებათ შემიძლია გაგიზიაროთ კიდეც Photoshop-ის დაკრეკილი ვერსია. და ჩვენც ასევე IT სამსახურებთან თანამშრომლობთ და ასევე მათ საკონტაქტოებსაც მოგაწვდით, როცა გვექნება მაგის დრო. რომელ სტუდიაში დაიწყებდი ხვალვე მუშაობას პერსონაჟის კონცეპტ არტისტად რო შეგეძლოს, შენკენ არის ესე კითხვა მე. ჩემი სტილიდან გამომდინარე ძალიან მინდა რომ Supergiant-ში ვიმუშაო, იმიტომ რომ არის ინდი კომპანია, ჩემ სტილთან არის ძალიან ახლოს და ძალიან მიყვარს Hades. Okay. მარი გვეკითხება ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, ასეთი კითხვა მაქვს. საქართველოში რამდენად გვაქვს ისეთი ანიმაციური ვიდეო თამაშების კომპანიები, სადაც ყველას თავისი როლი აქვს შეთავსებული და ეგრეთ წოდებული ყველაფერჩიკებს არ ითხოვენ. მადლობა იმისთვის, კომპლიმენტისთვის. ხო, საქართველოში სამწუხაროდ მე არ გამიგია რა, რომ არა ყველაფერჩიკა ის იყოს, რაღაცა როლები და ისინი არის სხვადასხვა ვიდეო გეიმინგ სტუდიოებში, კი ბატონო, კონცეპტ არტისტები და ანიმატორი და ის რო ცალკეა, მაგრამ აი ის რომ მე რო ვამბობდი, რომ აი ძალიან მსხვილი პროდაქშენები რო არის, საქართველოში ეგეთი არ გვაქვს ლოკალურ დონეზე. ამიტომ მაგიტო ვაკეთებ ჯენერალისტების კურსს უფრო, იმიტომ რომ
აქ უფრო ეგ არის მოთხოვნა და შემდეგ შეგიძლიათ უფრო დავიწყოთ სპეციალობა თუ მოგინდათ. ან თუ არის, იქნება საერთაშორისო სტარტაპი, რომელსაც აქ ოფისი აქვს გახსნილი, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა იყოს. მაგრამ ისიც ერთეულები იქნება რა. კი, ჩვენთან მაინც და მაინც გადასარევი ინდუსტრია არ არის, თუმცა კარგი არის ის ამ პროფესიის ყველაზე კარგი ასპექტი არის ის, რომ შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად იმუშაო. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. გვანცა გვეკითხება, მე მაინტერესებს სამეცნიერო ილუსტრატორებზე რამდენადაა მოთხოვნა, ან რა შეზღუდვები აქვს ამ სფეროს. სამეცნიერო ილუსტრატორი, ანუ მეცნიერული რაღაცა იმებს ილუსტრაციებს რო აკეთებენ, მაგალითად ბოტანიკური ილუსტრაციებს. კი, ან ანატომია. ანატომია, ხო. ან ანატომია და რაღაცა. არ ვიცი სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ჩვენთან არ მგონია იყოს, რასაც ვაკვირდები, აი მე მუშაობდი სხვა შორის იმაზე, ბოტანიკურ ილუსტრაციებზე მუშაობდი ერთი პერიოდი და რაც მინახავს დღემდე, რასაც იყენებენ, არის აი 60-იანებში რო არის დახატული ეგენი. თუმცა სხვა იმაზე რო გახვიდე, ციფრულად რო ისწავლო რაღაცების კეთება და ცოტა რო შეუძვრე საერთაშორისო რაღაცა კომპანიებს, რომლებიც საგანმანათლებლო რაღაცებს აკეთებენ, ძალიან კარგად შეგიძლია მაგ სფეროში განვითარდე. ოკეი. კარგი. სალომეს კითხვა. მადლობა შენ გვანც. სალომეს კითხვა არის, როგორ უნდა დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, რა არის საჭირო, რადგან პორტფოლიო არ არის ხოლმე საკმარისი, აი რას უნდა მივაქციოთ კიდევ ყურადღება. ხო, პირველი არის პორტფოლიო, მეორე არის ცოტა ანუ არ უყვართ არტისტებს ეგ, მაგრამ ნეტვორკინგი, ყოველთვის ანუ ვიღაცებს უნდა იცნობდე, ვიღაცები უნდა გიცნობდნენ. არ არის აუცილებელი ლაივში, შეიძლება ონლაინ იყოს, მაგრამ რაღაცა იმაში წრეებში უნდა იყო გარეული, აკეთებდე, არ ვიცი, მე მაგალითად შეკვეთები მომსვლი იმითი რომ ვაკეთებდი ჩელენჯებს, სოციმედიაზე ვდებდი რაღაცებს და გავარდებოდა ხოლმე და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, აი მე მაგალითად სოციმედიაზე აქტიურობა დიდად არ მიყვარს, მაგრამ კი ბატონო, ანუ მარტო პორტფოლიო ზოგჯერ არის საკმარისი რა. უნდა ხალხს უნდა ვიცნობდეთ და ხალხში უნდა ვიყოთ გარეული. ეგ არის თავარი. ხო, და ამისთვის ასევე არსებობს community ჯგუფები Facebook-ზე, რო დაარისერჩოთ illustratorების, კონცეპტ არტისტების და ასე შემდეგ, ფრილანსერი ჯგუფები არის ბევრი და მან უნდა გაწევრიანდეთ და დაპოსტოთ ხოლმე თქვენი ნამუშევრები. ხშირად ეს ხო, მიდი თქვენ. ხშირად ეს ჯგუფები არის ტოქსიკური და რაღაცა ადეკვატური ფიდბექის მოცემა არ იცის ხალხმა, როგორც წესი, მაგრამ არც ამის შეგეშინდეთ, მთავარია რომ გამოჩდეთ და ძირითად შემთხვევაში მაინც Instagram-ს იყენებენ არტისტები, ჩემი დაკვირვებით ამდენწლიანი ურთიერთობით და მე ფოლოვერებს აგროვებენ და ეგრე უფრო გიმარტივდება დამკვეთების პოვნა, მაგრამ რა ვიცი, ArtStation-საც იყენებენ, Behance-საც აქტიურად იყენებენ, გაჩნია მიზანი რა არის ამ შემთხვევაში თქვენ. კი ბატონო, ანუ მაგალითად ორი შეკვეთა მომივიდა ამასიანზე Behance-დან. ხო, ანუ ერთი რო აქტიურობა და რაღაცა და community-ები, ანუ ეხლა თუ გინდა რომ რამე community-ში დაიწყო, თუ არ ხარ, საქართველოში გვაქვს ილუსტრატორების კლუბი, რომელიც არის Discord სერვერი და შეგიძლიათ მანდ გაწევრიანდეთ, ძალიან კარგი რაღაცა, ანუ პატარა workshop-ები და challenge-ები გვაქვს ხოლმე და საკმაოდ მეგობრული community-ა. არ არის ტოქსიკური, ერთმანეთს ხაშავთ და ხანდახან შეკვეთებიც იდება ხოლმე მანდ, ასე რომ თუ გინდათ რომ რაღაცა community-ში დაიწყოთ აქტიურობა, შეგიძლიათ მაგითი დაიწყოთ. Okay. აი, ერთ ბოლოს წავიკითხავ და დანარჩენ კითხვებს უკვე ბოლოსკენ უპასუხებთ, რომ ძალიან მონოტონური არ იყოს. რა პატს იყენებ საბაგ გვეკითხება და რომელ ბრენდს არჩევ შენ? ხო, მე სხვათა შორის პატარა იმაზე წავალ, თანჯენს წავალ, არ ვარ იმის მომხრე, რომ როდესაც გინდა ხატვის დაწყების სწავლა, ეგრევე უნდა მიახტე და იყიდო ყველაზე ძვირფასი რაღაცა მონიტორი, პლანშეტი, რაც კი არსებობს. მთელი ჩემი, არ ვიცი, კარიერის 80% მე ვხატავდი 2014-ში ვიყიდე Wacom Intuos-ი, მაგაზე ვხატავდი ჩვეულებრივი, ანუ უარაფრო ესეთი რაღაცა პადი იყო და მხოლოდ როდესაც უკვე დავიწყე აქტიურად ამ სფეროში მოღვაწეობა, ეხლა ვიყენებ ძირითადად iPad-ს და Procreate-ს და როდესაც, ანუ იმიტომ რომ ბევრს მოძრავ და დავდივარ და თან კომპაქტურია და ასევე დიდი შეკვეთებისთვის მაქვს ეხლა რასაც ვატარებ პრეზენტაციას Wacom Cintiq-ი, რომელშიც უკვე რაღაცა უფრო დიდ რაღაცებზე მუშაობ ხოლმე.
ოკეი. და ნატალია გვეკითხა, კალენდარში იქნება ჩანიშნული, რომელ დღეებში იქნება კურსები, რომ არ დამავიწყდეს, არ დაგავიწყდება. ნატალია, ორშაბათი, ხუთშაბათი არის ჩვენი სამუშაო დღეები, საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე ვასწავლით და 26 ფებრუარს ვიწყებთ კურსს. ეხლა გადავიდეთ ტექნიკურზე და კიდე მოიწერეთ კითხვები და ბოლოს კიდევ გადავიდეთ. ეხლა მინდა რომ ძალიან მოკლედ და ცოტა გადახვევებით განახებთ ამ რაც განახეთ რა, ის მე მინდა რომ ნახოთ რამხელა შრომა არის, აი ეს რამდენი სკეჩი მიდის ამ იმაზე. ჯერ ეს ერთი სანამ ამაზე გადავალ, მეცა ერთი წამით შევწყვეტავ გაზიარებას, რომ უბრალოდ ჩემი კამერა ჩანდეს კარგად. რომ ნახოთ, ყოველთვის ამ კურსებს გამოგადგებათ და ისეც რა, ყოველთვის გქონდეთ ბინძური სკეჩბუქი. ერთი სკეჩბუქი ქვია ამას, რაშიც უბრალოდ ვჩღაბნით. და ამ პრობლემაში მოდის ხოლმე ჭეშმარიტება. მაგალითად, ჩემი character exploration იწყება აი ასე. ისე, როგორ? ეს არის. ხო, აი ამით დაიწყო ყველაფერი. არაფერი არ ჩანს, ხო? ხო. ესეთი რაღაცები ყოველთვის გქონდეთ. ეხლა განახებთ ამის მერე, აი ამ dirty sketchbook-ის იმეების მერე როგორ მიდის პროცესი. გადაგა ვიდეოა. ამას ცოტას გადავახობიდეთ. ეს ამას გამოგიგზავნით მე ყველაფერი ანუ ჩანაწერთან ერთად თუ გენდომებათ რომ მაგალითად შეხედოთ როგორ მიდის მთელი ეს ისა. ეს არის ბორელის შექმნის ან წეღარაც გავიარეთ მაგის პროცესი. რო ანუ რითი ვიწყებ. ხო. ის ერთადერთი სპანჯარა ჩახურე რომ კარგად გამოჩნდეს. ხო. აქ რაც მინდა ვთქვა არის რომ ძალიან ბევრი არსებობს ორი სახის ქარაქტერები ვინც მუშაობს არიან ორი სახის ტიპები. არიან ხალხი რომლებიც იწყებენ სილუეტით და მერე ავითარებენ დიზაინს, ყავს ეგეთი მეგობრები და არსებობს ხალხი რომელიც იწყებს სკეჩით და მერე ტესტავს სილუეტს. სილუეტი იმიტომ უნდა გავუტესტოთ რომ ვნახოთ რამდენად კარგად ჩანს, ანუ ფორმა რამდენად კარგად ჩანს პერსონაჟის. აქ ვცადე სხვა შორის მე ვარ სკეჩის ადამიანი, აქ ვცადე სხვა შორის რომ გამეკეთებინა სილუეტით და როგორც ხედავთ დიდად ჩემი არ არის. დიდად ჩემი ტიპი არ არის, იმიტომ რომ ანატომია მთლიანად დამერღვა, მაგიტომ გადავწყვეტე რომ მოდი, ოკეი, არ გვინდა მეთქი. და ეს იყო პირველი სკეჩი რაც გავაკეთე. მე მივხვდი რომ ძალიან ის იყო რა, ანუ ძალიან უხეში იყო. მეთქი მოდი ცოტა დავარბილებ, ცოტა ექსპრესიას მივცემ. აი პირველივე ეს რო გამეკეთებინა, ძალიან მახინჯი გამოვიდო და ბოლოს. მეთქი ოკეი, მოდი არ მიფენსდა რაღაცა. გავაკეთოთ, აგერ კუდი, მოდი აქ მომივიდა ეგეთი იდეა რომ მოდი რეპტილიის კუდი გავუკეთო მეთქი, იმიტომ რომ პატარა ეშმაკუნა კუდი რაღაცა ცოტა კლიშე მომეჩვენა. და მინდოდა რომ ცოტა რაღაც დინოზავრო კუდი ქონოდა, იმიტომ რომ უფრო რაღაცაერად გასაყვარელებდა. მაგრამ მოდი აი რაღაცა ეს ბათინგი მინდა, მაგრამ მოდი აბა ჩექმას გავტესტავ. მოდი აბა უფრო წვეტიანი კაპს და იმას გავტესტავ. არ მინდა, მაგრამ მოდი მაინც ვცადოთ. ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ ცდას პრინციპში წინ არაფერი არ ვთქვას. ხო, აი ეს უფრო მაგალითად აი ცოტა ბურთა იმეებით რო გამეკეთებინა რა. დიზაინი, ანუ სხვადასხვა შეიფებს ვცდილობ აქ. აქ მივედი. მაგალითად აი ნახეთ, აი ეს ავიღე, მეთქი ოკეი, აი ამებში ყველაზე მეტად ეს მომწონს. მოდი ცოტას ამას ჩავუღრმავდები, მოდი აბა იქნებ შარვალი რო შეუცვალო უფრო მომეწონოს. ოკეი, შარვალი შეუცვალო უფრო მომეწონა. მერე ახლა ვაკეთებ სილუეტებს. კიდევ ერთხელ რომ გამოვიდე ზოგი აკეთებს ხოლმე ჯერ სილუეტს, მერე იმას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მე ასე უფრო მიმარტივდება. აი აქ უყურებ მერე მეთქი, ოკეი, აი ეს სილუეტი მომწონს ყველაზე მეტად. აი ეს ორი. მერე ვაკეთებ ცოტა სტილისტურად ალტერნატივებს, იდეებს ვცდილობ რომ იქნებ რაღაცა გამეპარა, მოდი ვცადოთ. მაგრამ ესენი არ მომწონს. ხანახან არის ხოლმე რომ არ მოგვეწონება, ეგეც არა უშავს, მერე პრეზენტაციაში შეგვიძლია დავდოთ. ოკეი. შემდეგ გადმომაქე ეს, ანუ რაც მომეწონა და მეთქი, ოკეი, მერე ამ სილუეტს ვავითარებ. ნახეთ? აი აქ ესე, მოდი აბა ესეთი დაკბილული ვცადოთ, მოდი ეს სუქანი, ანუ სილუეტშივე ვაკეთებ პატარა ცვლილებებს. აქ რაღაცა პატარა სახე გამომაქ. სახის სკეჩებსაც ვაკეთებ ხოლმე, ანუ ესეთი ცოტა მულტიტასკინგ სკეჩები არის ძალიან ნორმალური. ბევრი გექნებათ გასაკეთებელი. ხო, აი აქ მაგალითად სახე არ მომეწონა, ოკეი, მოდი უფრო კუთხოვანი სახე გავუკეთოთ. მოდი ცოტა ეს ავუწიოთ, რაღაცა ისა, თმა როგორი იყოს.
ნენა მივდივარ, ხო. Რაღაცა ცოტა ემოციები რო ჩანდეს, მაგალითად როგორ გაიღიმებ და ეს პროტო ემოციებია, ეს ემოციებიში არ შედის. ხო. მომეწონა ეს შეიფი, ხო? ოკეი. ვაკეთებ ამას, ვიხატებ ამას. ეხლა, ანუ ყოველთვის მაქვს ეგ პროცესი რა, სკეჩი, სილუეტი, სკეჩი, სილუეტზე სკეჩი, მე სილუეტის გავითარება, მე სკეჩი და ასე შემდეგ. მივდივართ ბოლოს სრულყოფილებისკენ. ოკეი. ეს მომეწონა. ეხლა მოდი დავხატოთ სხვა პოზაში. იმიტომ რომ ეგეც ის არის, იქნებ სხვა პოზაში საერთოდ არ მუშაობს. მაგიტომ მოხდა რომ მე გავამაღლე ამ სიმაღლეში გავზარდე. იმიტომ რომ ცოტა რაღაცნაირად პროპორცია არ მომწონდა. ხო, მე ვაკეთებ რაღაცა პროფილში, ეს არ არის turnaround-ი, ეს არის უბრალოდ sketch. რომ რაღაცა პოზები დავტესტოთ, აი ეს უხეში პოზები, ეგენი არ მქონდა ნაჩვენები, თუმცა ამებსაც, ამ gesture-ებსაც გავაკეთებ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეხლა ვაკეთებ რაღაც რამდენიმე მაგალითად ისინი, გარდერობი. აი ესეთი რაღაცები, ანუ ეს არის ქარაქტერის ძიება. მე ვარ ცოტა multitasker-ი, ძალიან მივედმოვედები ხოლმე და მაგიტომ მიყვარს სხვადასხვა ისინი. სხვადასხვა რაღაცებს რომ მივედმოვედები, ეს არ არის მაინც ისეთი მარტივი პროცესი, მაგრამ ძალიან სახალისოა. ანუ ეს ასეთი პოზაში არის, ახლა მინდა რომ ჩორბის სწორ პოზაში გავაკეთო, რომ ემას აქნას მაგალითად ანიმატორს რომ მივცემ, უკეთ გააკეთოს. ხო, ამ შემთხვევაში multul და liquify არიან ჩვენი მეგობრები. რაღაცა რო არ მოგწონს, ყოველთვის შეგვიძლია რომ liquify-ი გავასწოროთ ხოლმე. ეს არის item-ები. ახლა ვაკეთებ ეხლა დავიწყებ turnaround-ის კეთებას. და აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ტანჯვა. იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი საანიმაციო ცოტა უფრო კომპლექსური turnaround-ი, რაც კი გამიკეთებია, აქამდე იყო რომ ძალიან მშრალებს ვაკეთებდი 3D-სთვის და ცოტა ის იყო, ანუ ეს უფრო ექსპრესიული ტიპია და მაგიტო ცოტა მებარებოდა ხოლმე. მაგიტო ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა, აგერ მე შესწორებები მოდის, მე ეს მოდის, მე ის მოდის და ნენე რა აინახეთ, ეს არის უკან გადახრილი. და ვირო უკან არის გადახრილი, ოკეი, ვშლი. ვიწყებ თავიდან. ეს ამას განახებთ იმისთვის, რომ ნახოთ, რომ ძალიან ბევრ შრომას რო ჩადებს თქვენს ნამუშევრებში, ეს არის ძალიან ნორმალური. იმიტომ რომ აქ არის, არ ვიცი, სადღაც ერთი კვირის სამუშაო არის ეს მაგალითად. 1-2 კვირა გრძელდებოდა ჩემი ამაზე მუშაობა. აქ ნახეთ ხანდახან turnaround-ში, როდესაც ანიმაციას ეხება რა საქმე. ეს იყო თავიდან ანიმაციისთვის კეთდებოდა, მე გავაკეთე კომიქსად. ხანდახან ვიტყუებით ხოლმე. ნახეთ აი ეს რქა. აი აქ არ მომწონს რა, ანუ ზუსტად ეგრე კი გადმოვდით, მაგრამ არ მომწონს. მან შემიძლია ხოლმე მოვაშორო, ანუ რაღაცები შეგვიძლია მოვიტყუოთ. რაღაცა პატარა ისინი რა, აი ეს არ მომწონს, გადმოსული ის არ მომწონს. ეგეთი რაღაცები ცოტა მოსულა, ცოტა მოტყუება მოსულა. სამდეში არ მოსულა. მაგიტო მინდა რომ გასწავლოთ ხოლმე ნიუანსები სხვადასხვა ემის. სულელური სკეჩებიც მაქვს ხოლმე თავში. ძალიან მინდოდა რომ character exploration-ი ისე მენახებინა თქვენთვის, ანუ აქვე გამეკეთებინა, თუმცა მივხვდი რომ 10 და 15 წუთი ნამდვილად არ მეყოფოდა ამ საქმეში. ეხლა რასაც ვაკეთებ, ეს ცოტა უფრო მეტი ჩრობა არის, იმიტომ რომ ამის იქით აღარ მიჭირდება shading-ი ახლა ანიმაციაში. არ იყო, თუმცა პრეზენტაციაში უფრო ლამაზად ჩანს. ხანდახან რაღაცას ვაკეთებ ხოლმე იმისთვის, რომ პრეზენტაბელური იყოს, რომ დავდებთ ხალხს უფრო მოეწონოს და მაგიტო ძალიან ვწვალობთ ხოლმე შეფუთვებზე, მაგიტო მინდა რომ გავაკეთოთ პორტფოლიო პროექტები, რომ თავიდანვე შეგაფუთინოთ თქვენი პროექტები. იმიტომ რომ მე უკვე რომ გააკეთებ და უკვე რომ დაასრულებ და ჩააბარებ, მე მაგისი შეფუთვა არის ძალიან ისეთი, ანუ ყველას გვეზარება. და არ არის ეგ კარგი, იმიტომ რომ ეს შეფუთვა არის რითიც პრობლემი კლიენტები. ამიტომ პრეზენტაციას მივაქციოთ კაი დიდი ყურადღება, ხო, ეს არის უკვე იმებზე, ემოციებზე რომ გადავდივართ. აქაც გაფერადება არ არის ხოლმე საჭირო, თუმცა გავაფერადე მარტო იმისთვის, რომ ის ყოფილიყო, ხო, აქ პოზებზე ვწოლობ. ხო, პოზების რეფერენსები თუ გექნებათ, იქნება ძალიან კარგი. მე მოგცემთ კურსის დასაწყისში ჩემსას. მე მაქვს განახებთ. პროგრამაში თუ გინდათ ძალიან დიდი ფოლდერი იმისი, პოზების რეფერენსების, რომელსაც ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა პერსონაჟების დახატვისთვის.
რაღაცებში ვიშველიებ ხოლმე განსაკუთრებით მე როგორც ძალიან ბევრი არტის მიჭირს ხელების ხატვა და მაგითო ხელების სტადიები მაქვს ნაკეთები და მაგისი ისინი მაქვს ხოლმე ბევრი რეფერენსები. ეს უკვე ამოხატვა, გაფერადება, აქ ძალიან ისეთი ძიება. აგერ ისე რო განახოთ ხო? აქ ნელი ის არ არის, აი ეს რო განახოთ უცებ. ფოტოში მესენჯერი განახეთ შემთხვევით. ჩემი პინტერესტი რომ ვნახოთ. პოუზას ქვია, აი ამას გაგიზიარებთ. ერთი წუთით. ხო. აი ამას გაგიზიარებთ. ესეთი რაღაცები მე ზოგადად გირჩევთ რომ პინტერესტზე გქონდეთ თუ გინდათ მით უმეტეს თუ პერსონაჟში გინდათ ასე. მე გარემოსიც მაქვს ესენი, თუმცა პოზები არის ხოლმე ცოტა ანატომიურად რაღაცა ისეთი და მაგიტო ჩაგიგდებთ ამას, ანუ მოგცემთ. ჩემი ის იქნება პატარა ტრიკი. აი, ესა ვარ მე. მადლობა და კიდევ თუ გექნებათ კითხვები. მადლობა შენ სიზი და რამდენიმე კითხვა არის დარჩენილი და კიდე შეგიძლიათ მოგწეროთ, ხალხო გვაქვს დრო. IBI's Paint-ში შეიძლება რომ გამოვიყენო? Paint-ი აიგია. კარგი კითხვაა სხვა შორის, ეგეც არ ვიცი ზუსტად, ანუ ვექტორული თუ არის არა. მოკლედ, რაც არავექტორულია და აქვს რაღაცა ისეთი ფიჩერები, მაგალითად, ანუ აი Paint-ში არ დამიხატოთ რა. რასაც აქვს რაღაც რამდენიმე ბრაში, liquify, კონტრასტის აწევ-დაწევ, ანუ რაღაცა ფიჩერები, რომლებსაც აქვს, ისეთი აპლიკაციები გამოიყენეთ თუ შეიძლება. Okay. კრიტას ნაკლებზე ხომ არიცით რამე, მე როგორც ვიცი, პრაქტიკულად Photoshop-იაო, ნაკლზე ალბათ. კი, ამბობენ მაგას, რომ ფაქტობრივად Photoshop-ია, მე სამწუხაროდ არ გამომიყენებია კრიტა, ერთხელ ვცადე და ცოტა გული ვერ დავუდე, მაგრამ თუ რაღაცა მაინც და მაინც მოგინდებათ, რომ კრიტაში იმუშაოთ, შემიძლია გადმოვწერო და გავეცნო. iPad-ის გარეშე ტელეფონზე რომ ხატავდე კურსის გავლა შეიძლება? ტელეფონზე, ანუ ძალიან რთული იქნება. მართლა ძალიან რთული იქნება. ანუ მე ვერ წარმომიდგენია სტაილუსი აი ეს თუ არ გაქვს, აი როგორ უნდა ხატო ეგრე, ანუ მართლა ვერ წარმომიდგენია რა. ეხლა ტელეფონზე კარგი არის, როდესაც ჰობის დონეზე ხატავ, მაგრამ აქ უკვე ცოტა სერიოზულ პროექტებს ვეხებით, ასე რომ მე არ გირჩევდი ყოველ შემთხვევაში. კაი, დავალება რო არ გაგუქჩეს, მოდი ჯერ დავალება გავიაროთ და მერე გავაგზავნოთ. აი, მოდი დავალება გავიაროთ, დავალება გექნებათ. პერსონაჟის ძიება, character exploration-ი, აი, sketch-ებს რასაც ვამბობთ. ეს აი, კონცეფცია რა არის? პატარა დავალებას გაძლევთ, წარმოიდგინეთ, რომ არის ტყეში დაკარგული უჟმური მეომარი და ყავს თანამგზავრი ხიარული მოლაპარაკე ხმალი. ეს ხმალი ასევე არის თან პერსონაჟია, თან პროფი არის, მაგრამ ნუ ეს მეომარი უკვე პერსონაჟია. მაგიტომ მინდა ერთი შედარებით მარტივი პერსონაჟი მოგიტანეთ, მინდა რომ ნახოთ, ანუ დამიხატოთ როგორი ურთიერთობა ექნებოდათ. მიხატავთ sketch-ებს. არ ამუშავებთ ფერში რაღაცა shading-ი, უწუ-პუწუ, არაფერი ეგეთი არ მინდა. შეასრულეთ მინიმუმ 5 უხეში sketch-ი. შეგიძლიათ ფურცელზე დამიხატოთ, ფანქრით, ფურცელზე პასტით, Procreate, ყველაფერში შეგიძლიათ, ანუ შეგიძლიათ დახატოთ, გადაუღოთ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ციფრული, არ ხართ შეზღუდული, ასევე არ ხართ შეზღუდული, როგორ სტილს აიღებთ ხატვის, მაგალითად, რა ვიცი, შეიძლება თამაშის ის იყოს, შეიძლება იმის, არაფერი მსგავსი არ ხართ შეზღუდული. ყავთ უბრალოდ ორი პერსონაჟი, ანუ მაგიტომ მინდა რომ ცოტა ზოგადი ის მოგცეთ. ყავთ ორი პერსონაჟი, ეს არის მეომარი, ეს არის მისი ხმალი და მათი ეს ორი ტიპი რო დამიხატოთ მინიმუმ 5 sketch-ი. სხვადასხვანაირები, ექსპერიმენტაცია მინდა ვნახო როგორ ფიქრობთ, როგორ აზროვნებთ, როგორ იყენებთ რეფერენსებს სხვა შორის გაძლევთ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენებიც მოიფიქროთ. ეს უბრალოდ ჩავყარე, მე რაც მომაფიქრს და მე რასაც გამოვიყენებდი ალბათ. ხო, არ დაამუშავოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხო, ბონუსკულები თუ ლამაზად შეფუთავთ, ან რაღაცა ლამაზად პრეზენტირებული იქნება საყვარლად დავეგებული. ეს არის რეფერენსები. ხო. თქვენ?
და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დავალების გამოგზავნის დედლაინი არის კვირა დღე. ხვალ მეილზე მოგივათ დეტალური ინსტრუქცია, თუ სად უნდა გამოვაგზავნოთ, როგორ უნდა გამოვაგზავნოთ, რა ფორმატში უნდა გამოვაგზავნოთ და ასე შემდეგ. მეილში იქნება დავალების ბრიფი, მეილში იქნება ლინკი, სადაც უნდა ატვირთოთ, მეილში იქნება პრეზენტაცია და ამ ვიდეო ლექციის ჩანაწერიც. ხო არ ამბობდი რამეს და შეგაწყვეტინე ზიზი? არა, დამატებები. ოკეი. დავალებასთან. ხო, არ შეგეშინდეთ არაფრის, არ რაღაც ვაიმე დედა ვერ ყოთ, არაფერი მსგავსი. გააკეთეთ გამოვიდეთ. სკეჩები გჭირდება იდეაში და არა სკეჩები გჭირდება. და არა უკვე დასრულებული რაღაცა ნახატი. ამიტომ შეგიძლიათ ფურცელზეც დახატოთ, ფოტო გადავიღოთ და ისე გამოგვიგზავნოთ. როდის და სად აპირებთ თქვენი კომიქსის ჩაწერას? შენკენ არის. ხო, კომიქსს ეხლა ვარ სცენარის წერის პროცესში. მე თვითონ ვწერ, მე თვითონ ვხატავ და როგორც ადამიანს, რომელსაც მიხატია კომიქსი, ვიცი რომ кайხი მიარგინო. კაიღარი არ იღირსება, იმიტომ რომ ძალიან ის არის საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მინდა რომ კარგად გაკეთდეს. ჩემი პერსონალური ის არის სავარაუდოდ ვებტუნზე დავდებ. შეიძლება სოციმედიაზე დამოფოლოვეთ, თუ გინდათ რომ გაიგოთ როდის დაიდება. შენი სოციმედიაც ჩავაგდეთ აქვე ჩატში. იმაშიც არის, პრეზენტაციაშიც არის. პრეზენტაციაშიც იქნება. შეკითხვა მაქვს. პორტფოლიო ჩემი საკომისიო ვებსაიტიდან შემიძლია გამოვაგზავნო თუ სპეციალურად რომელიმე პლატფორმაზე უნდა მქონდეს დადებული. არა, როგორც გინდა. შეგიძლიათ ჩვეულებრივი იმიჯებით ჩაყარო. რავი, ლინკი თუ იქნება, ლინკი ჩააგდე, იმიჯები თუ იქნება, WhatsApp-ში გასაუბრებაზე კეთყვი უკვე მაგას სად უნდა ჩაგვეყარო. რა აპლიკაციებს გვირჩევთ რეფერენსებისთვის? ხო, რეფერენსებისთვის მე ვიყენებ ჩვეულებრივ Pinterest და Pinterest-ი არის ძალიან კარგი პლატფორმა რეფერენსებისთვის. მუდბორდების ასაგებად შეგიძლიათ გამოიყენოთ Figma და Miro, ყველაზე კარგები ეგ არის. ხო, რეფერენსებისთვის ზოგადად რა ქენით? Pinterest-ი ერთი გითხარით, მეორე ArtStation-ზე შედეთ და ნახეთ. Instagram-ზე ნახეთ და ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს, არის ხოლმე რომ მაგალითად რაღაცას უყურეთ, ხო? თქვათ, არ ვიცი. ვუყურე ანიმაციას, K-pop Demon Hunters ვუყურე, ბოლოს რაც გამახსენდა ეგ არის. შევდივარ K-pop Demon Hunters-ის იმაში, ანუ ვგუგლავ და ვნახულობ. აბა მაინტერესებს პერსონაჟები ვინ გააკეთა. მე ვგუგლავ იმ ადამიანს, პოულობ მის სოციმედიას და შემიძლია ეგ გამოვიყენო მე რეფერენსად, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მაგ ხალხს თავიანთ სოციმედიაზე ედებათ ისეთი მასალა, რომელიც არც კი გამოსულა. ანუ ეკრანზე ვერ ვხედავთ მაგას რა, ჩვეულებრივ, როდესაც ვუყურებთ. ასევე კარგი რაღაცა არის არტბუქები, რამდენიმე არტბუქი მაქვს ციფრულადაც და მაგეებს მე მოგცემთ, იმიტომ რომ არტბუქები ცოტა ძვირია, მაგის ყიდვას ვერ მოგთხოვთ, თუმცა ხანდახან რამე კარგი რეფერენსი თუ მექნება, ან თქვენთვის რამე საინტერესო თუ იქნება, მთელი ბიბლიოთეკა მაქვს და შემიძლია გადაგიგებთ ხოლმე ან დაგისკანერებთ მაგ გვერდს. ეგეც არის, მაგრამ ეგ არის, ანუ მოიძიეთ არტისტები, რომლებიც მოგწონთ და დააფოლოვეთ ეგ არტისტები. ოკეი, შვენიერი. კეთევანი, პირველ რიგში მადლობა, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. ხატვის სკილებზე მაქვს შეკითხვა. ბავშვობის შემდეგ არ დამიხატავს და არც ანატომიასთან მქონია შეხება. ძალიან მინდა კურსის გავლა, თუმცა ისეთი საბეჭდება შემექმნა, რომ გამიჭირდება და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ხომარჯობია, რომ შემდეგ ნაკადს დავემოდო. ხო, შეხედე როგორი რაღაცა არის. მე მინდა რომ ბევრმა ისწავლოს ამ კურსზე, თუმცა მართლა, ანუ ბავშვობის მერე თუ შეხება არ გქონია, მართლა შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს და როდესაც ადამიანს უჭირს და მერე დაწევა ძალიან რთულია. მაგიტომ, არ ვიცი, მე გირჩევდი რომ ჯერ ხატვა ნახო, ანუ ჩაუჯექი რაღაცებს ნახე, უფასო რესურსები ძალიან ბევრია, ფასიანი რესურსებიც არის თუ გაინტერესებს. ხატვა ამოქაჩე, ანუ ცოტა ისწავლე, ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა მართლა პროლაბელზე არ ვითხოვთ, მაგრამ ხატვა ისწავლე და შეგიძლია შემდეგ მოგიბრუნდე, იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცა არის, ფუნდამენტი უნდა გქონდეს რა, სამწუხაროდ ამ კურსის გასავლელად. ხო, ან გამოგვიგზავნეთ ჩვენ შენ. ხო, გამოგვიგზავნე ახლა რა თქმა უნდა. და ნახავთ და უფრო უკეთ გაგცემთ პასუხს, მოკლედ ძილი ნახავს ამას და გეტყვის მოკლედ თავის აზრს. მე მომანდეთ მოკლედ ეგ საქმე, თქვენ რაღაცა ვაიმე დედა ის არ ვარ, არა. გამომიგზავნეთ, შეიძლება ძალიან კარგიც იყოს. არტისტები ზოგადად ძალიან თვითკრიტიკულები ვართ. ოკეი, კაი. დაუბრუნდეთ კითხვას.
პრინციპში მე მგონი ამოვწურე თუ არ გამომჩა. ვინმეს თუ გინდათ რომ მიკროფონი ჩართოთ და ისე გკითხოთ, ჩართეთ და გკითხეთ. სოფია. აბა გისმენთ. გამარჯობა. დაწერილი მქონდა შეიძლება გამომრჩა, არ ვიცი, მაინც ვეკითხავ. ანუ მაინტერესებს თუ ისწავლება სალექციო კურსში, ასე თქვათ, სტრუქტურის აგება, სახის, ტანის, ჩონჩხს, რასაც ეძახიან რა. კი, ანუ რაღაც დონეზე ხა კარგია თუ ანატომია ცოტათი მაინც იცი, ანუ დაგიხატავს ადამიანი, მაგრამ რაღაცა, ანუ პრინციპებს, შეიფები როგორ გამოიყენო, პერსონაჟი როგორ ააგო, რაღაცა სახეს როგორ იმაშვებით, რა შემთხვევაში როგორ ვადიზაინებ, მაგებს და სხვა შორის basic ანატომიასაც გავივლი. ისევე როგორც basic ეხა პერსონაჟზე არის ყველაფერი ფოკუსირებული, basic პერსპექტივასაც გავივლი. ესე არ დაგტოვებთ. მადლობა. რამდენი დრო დასჭირდა ზიზის რომ ჩამოყალიბებულიყო საბოლოოდ რა უნდა პროფესიის მხრივ? სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რა მინდა, მაგიტომ ვარ ჯენერალისტი. ზოგადად კარგია, როდესაც შეიძლება კარგი იყოს, როდესაც რაღაცებს მიედმოედები. მე თავიდანვე ვიცოდი, აი, ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ილუსტრაცია მინდოდა და როგორც კი რაღაც პირველ-მეორე კურსზე გავიგე, რომ კონცეპტ არტისტობა შემეძლო. მაგრამ მაგის გარდა ძალიან ბევრ პროფესიას მოვედე, ისევ და ისევ ექსპერიმენტირება რა. თქვენ პირადში უნდა ჩაგიგდოთ დიდი ალბათობით ნამუშევრებზე გვეკითხება. ხო, აი რეგისტრაციას როცა გაივლით, მან ჩვენ დაგირეკავთ და გეტყვით სადღაც ჩარგოთ. მანამდე თუ თქვათ რეგისტრაციის გავლა არ გსურთ და უბრალოდ გაინტერესებთ, თქვენი უნარჩვევებით შეძლებთ თუ არა კურსის გავლას, შეგიძლიათ კონსულტაციის ლინკით, კონსულტაციაც არის ვებგვერდზე მითითებული და მან დარეგისტრირდეთ და კონსულტაციას გავივლით ერთად და ნამუშევრებსაც ვნახავთ. ასევე ჩვენს Facebook გვერდზეც, მოდი პარემ ჩავაგდებ, Facebook გვერდზეც შეგიძლიათ მოიწეროთ და იქაც ჩავდოთ. მოკლედ, ჩვენ ვართ Facebook-ზე, LinkedIn-ზე, WhatsApp-ში, მე მგონი ყველგან, ანუ ჩვენი ნახვა არ გაგიჭირდებათ დამიჯერეთ. სადაც გეკომფორტულებათ, იქ შეგიძლიათ გვეკონტაქტეთ, მაინდა-მაინც მეილზე მივუხდეთ, იმიტომ რომ უფრო ბიუროკრატიული რაღაცებისთვის ვიყენებთ მეილს. ეს არის ჩვენი Facebook გვერდი. თქვენ სად ისწავლეთ ეს ყველაფერი? ელენეს კითხვა არის. ოპა, მე ვარ, არის ყველა სტანდარტული ბავშვობიდან ხატავ, მაგრამ მე რო ვიყავი 11-ის, შევედი კლასიკურ ფერწერაზე, მე ვისწავლე 7 წელი ფერწერაზე, მაგიტომ აქვს. მაქედან ავიღე ბაზარო, მაგალითად ანატომია მანდ ვისწავლე, პერსპექტივა მანდ ვისწავლე, შუქჭრდილი, ყველაფერი ეგეთი მხატვრის ბაზა რაც არის, მანდ ვისწავლე. მერე კომუნიკაციის დიზაინზე რო ვიყავი, მან შევიძინე რაღაც სხვადასხვა სკილები, digital art-იც ცოტა მან დავამუღამე, რაღაცები ჩემით ვისწავლე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რესურსი არის ხელმისაწვდომი, თუნდაც YouTube-ზეც კი. და ცოტა ხნის წინ გავიარე ვიზუალური განვითარების კურსი DAS-ში. ეს არის უფრო სპეციალიზებული კურსი იყო, ეხლა ჩვენ უფრო ზოგადი კურსი გვაქვს, რაც ანიმაციას ეხებოდა, ასე რომ მანდაც მაქვს სწავლის გამოცდილება. ირაკლის კითხვა არის, შემოსავალი რამდენი აქვს საშუალო ან თუნდაც კარგ კონცეპტ არტისტს და ილუსტრატორს? ძალიან დამოკიდებულია რა ლეველზე ხარ, ეგ ერთი ჯუნიორი ხარ, სინიორი ხარ, მიდ-ლეველი ხარ. ასევე დამოკიდებულია იმაზე, indie production-ზე მუშაობ თუ მაგალითად AAA თამაშზე სხვადასხვა ანაზღაურებაა და რა ვიცი, ანუ იმაზეც არის, რას აკეთებ კონცეპტ არტში. ჯენერალისტი ხარ, რაღაცა ვიწრო სპეციფიკაში ხარ, ანუ ეგეთი რაღაცები, ესე ზუსტად რომ კონცეპტ არტის აი ამდენი აქვს საშუალოდ მართლა ვერ გეტყვი. ოკეი, კაი, მე თუ რამე კითხვა არ გამორჩა, ცოტა დაისპამა ეს ჩატი და შეიძლება ამოქექვა. მე მგონი ვიღაცამ იკითხა, წერა შემხვდა. აბა? ტანსაცმლის და კოსტიუმების დიზაინი რა პროექტებში გამოდგება. არსებობს ეგეთი ტიპები, არსებობენ, რომლებიც აკეთებენ სხვადასხვა რაღაცებისთვის, ანიმაციისთვისაც და იმისთვისაც, თამაშებისთვისაც კოსტიუმებს. არის ეგეთი პროფესია, საკმაოდ ვიწრო არის და ეხლა ძალიან დიდი მარკეტი, ბაზარი მაგისთვის არ არის, მაგრამ არის და საკმაოდ კარგი პროფესია მეც მიგეთებია. Okay.
აი, აბა ერთხელ კიდე ავსკროლო, რამე არ იყოს ისეთი. მე მგონი არც ხო, არაფერი. ვიღაცამ თქვა კურსის ფასი რო დამიზუსტოთო. ლინკი ჩავაგდე, ხო, აი. 680 ლარი არის ამ ეტაპზე კურსის ფასი, ისე 980 ლარი ღირს, სხვა დროს ამ 680 ლარს კიდე დააკლდება 30% თანადაფინანსება, ვიც დავალებას გამოაგზავნის და ასევე ლინკი მაქვს ჩაგდებული, ამ ლინკზე შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველა დეტალი პრინციპში გვიწერია და ნახოთ და თუ რამეს ვერ გაიგებთ, მოიწერეთ Facebook-ზე ან Instagram-ზე, ან სადაც გეკომფორტულებათ და დაგეხმარებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზიზი შენ საინტერესო პრეზენტაციის. მადლობა თქვენ რომ მოხვედით. და მადლობა ყველას რომ დაგვესწარით. მოგეთ ველოდებით სულ მოუწევთ თქვენს ნამუშევრებს და აბა დროებით და წარმატებებს გისურვებთ. გამიგზავნეთ, არ მოგერიდოთ. მე შევაფასებ თქვენს ნამუშევრებს. მადლობა. კარგად. მადლობა. კარგად.